შემოგვიერთდი ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში მაიას მიწაზე. სტიქიების ალქიმიური რითრითი ტულუმის გულში. რითრითი ტარდება ეკოლუქს ვილაში, მაიას ჯუნგლებით გარემოცულ სივრცეში, სადაც კარიბის ზღვა ხვდება სიანი კაანის წმინდა მიწას. ჰოლისტიკური ადგილი, სადაც სტიქიები ერთიანდებიან იმისთვის, რომ აღიდგინო გონების, სხეულისა და სულის ბალანსი. ერთად ჩავიძირებით 5 დღიან 5 რიტმის ვორქშოპში, სადაც ყოველი რიტმი ხდება მასწავლებელი. ყოველი სტიქია კი შენი ნამდვილი არსის აღმოჩენის და გახსენების გზამკვლევი. ჩვენი დილა დაიწყება მზის მისალმებით. გავაკეთებთ ინიოგას გაწელვებს. დღეს კი გავაგრძელებთ ვორქშოპებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის ასტროლოგია და ღრმა სომატური პრაქტიკები. ვეზიარებით ტრადიციული ტემასკალის ცერემონიას. დავაგემოვნებთ ჩვენი შეფის მიერ იუკატანის სტილით მომზადებულ ვეგეტარიანულ კერძებს და უბრალოდ ვიზეიმებთ სიცოცხლეს ტულუმის წმინდა გარემოში. სივრცეში, სადაც შევიკრიბებით თანაშემოქმედების, თავისუფლების და ერთგულების პატივსაცემად. ეს უბრალო რითრითი არ არის. ეს არის დაბრუნება ჩვენ სტიქიურ ბუნებასთან, ჩვენს კოსმიურ სიბრძნესთან. თუ გრძნობ მოწოდებას, გამოყვევი. მოგესალმებით, შენი პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ოთარ ქრებიშვილი. გამარჯობა ბატონო ოთარ და დიდი მადლობა ჩვენთვის. ჩვენი ესე ვთქვათ, მაყურებელსაც რო უთხრა, ჩვენი დღევანდელი თემა არის ენის ესე ვთქვათ, წარმომავლობა და ყველაფერი მასთან დაკავშირებული და აი საწყისი კითხვა და თემა რო და პუნქტი რო ავიღოთ ჩვენი დასაწყისისთვის, რა იყო ესე ვთქვათ, პირველადი ენები, როგორ იქნებოდნენ ეს ენები და ხო ეს საწყისი რა იყო ამ პირველადი ენების. მოგესალმებით. ესე იგი, ეს სათაურიდან ჩანს, რომ ძალიან რთული თემაა და გრძელი თემაა. და აი ვისაც ახსოვს განსაკუთრებით ჩემი თაობის დროინდელ ადამიანებს, ამ საკითხზე ძალიან დიდი ბუმი იყო წინა საუკუნის 80-90-იან წლებში. როცა საქართველოში დაიწყო ერთგვარი ეროვნული გამოცოცხლება, როცა დაიწყო რაღაც ქართული ეროვნული ძიება და იმ ძირების და მაშინ ძალიან უცბად ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან ნაწარმოებზე, როგორც არის მე-10 საუკუნის ტექსტი ქებაი და დიდებაი ქართულის ენისა, ივანე ზოსიმესი და აი თითქმის არ გადიოდა არც ერთი თვე, რომ რაღაცა გამოკვლევა არ გამოქვეყნებულიყო ამ თემაზე. იმიტომ რომ აქ საუბარი იყო ქართულ ენაზე და რაღაცა ის ძირძველ ფესვებზე ქართული კულტურის. და ამ ბულმა თანათან ჩაიარა, ბევრი გამოკვლევა დაიწერა, ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. და მაშინ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ეს რაღაც ახალი თემა იყო. სინამდვილეში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი თემა, რასაც კი კაცობრიობა იკვლევს. რა თქმა უნდა, თანამედროვე მეთოდები, ახლა ლინგვისტიკური კვლევის და ძველი მეთოდები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობა ძალიან უხსოვარი დროიდან არის დაინტერესებული ამ თემით. მაგალითად, ჯერ კიდევ ჰეროდოტემ როცა ისტორია დაწერა, ის მოგვითხრობს ერთ ასეთ შემთხვევას, რომ აი ამ საკითხზე კვლევა ჩაუტარებია ეგვიპტის ფარაონს ფსამეტიხს, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში. ეხლა ეს კვლევა თანამედროვე კუთხით რო შევხედოთ, არა იყო ექსპერიმენტული. ესე იგი, მას გამოურჩევია ორი ახალშობილი ბავშვი, ისინი ჩაუგარებია ერთი მეცხვარესთვის და უთქვამს, რომ აუგრძალიათ საერთოდ რომ ამ ბავშვებს რაიმე სიტყვა გაეგონოთ. ისინი უნდა გაზრდილიყვნენ ისე, რომ არც ერთი სამეტყველო სიტყვა არ უნდა გაეგონათ. და აი ამ ფარაონს აინტერესებდა თუ ადამიანი ლაპარაკს ისწავლის სხვა ადამიანთან ურთიერთობის გარეშე, თანამედროვე ფსიქოლოგიაში ეს სხვაგვარად არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გადამოცემა ასე გვიყვება, რომ პირველად რა ენაზე დაიწყებდნენ ლაპარაკს. რომ მას უნდა დაედგინა, იყო თუ არა ეგვიპტური ენა კაცობრიობის პირველადი ენა, რომელიც შემდეგ სხვა ენებად დაიშალა. და აი როგორც ჰეროდოტე მოგვითხრობს, ერთ დღეს, როცა ბავშვები მშივრები იყვნენ ამ მეცხვარის ქოხში, მეცხვარე შევიდა ქოხში და უცხოთ ამ ბავშვებმა უთხრეს ბეკოს, ანუ პურის სთხოვეს და პური ბეკოს არის ფრიგიულად პური. და მაშინ ეგვიპტელებმა დაადგინესო, რომ ფრიგიული ენა უფრო ძველია ვიდრე ეგვიპტური. ასეთი ეს გადმოცემა. ეხლა რა თქმა უნდა, ეს ეგვიპტელების მოგონილი არ იქნება, ან ბერძნული, ან ფრიგიული სულაც. მაგრამ აი ამ გადმოცემაში კარგად ჩანს, რომ ესე იგი ეს ინტერესი კაცობრიობის პირველადი ენის შესახებ ჯერ კიდევ აი ამ ასეთ უხსოვარ დროში არსებობდა. მერე უკვე როცა ბიბლია გახდა ცნობილი კაცობრიობის ძალიან სწრაფად გავრცელდა,
აი მაშინ ეს საკითხი ისევ ხელახლა დაისვა. ეხლა ამის მიზეზი ის იყო, რომ ბიბლიის დასაწყისში წერია, რომ თქვა, როგორ შექმნა, ხო, სიტყვით შექმნა ღმერთმა სამყარო. და ასე წერია, რომ ღმერთმა თქვა, ღმერთმა იყოს ნათელი და იქმნა ნათელი, ღმერთმა ნათელს უწოდა დღე და ბნელს ღამე, ხო? ეხლა უკვე პირველი კითხვები დაისვა ასე, რა ენაზე უწოდა ღმერთმა ბნელს ბნელი და ნათელს ნათელი, ხო? მაგრამ თავიდანვე ამაზე იყო კამათი, რომ აი ღმერთის ენას არ შეიძლება ადამიანის ენა მიუსადაგოთ და ეს მეტნაკლებად გასაგები იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ ასევე ბიბლიაში შემდეგ ძალიან იქვე მოყოლილია ასეთი ეპიზოდი, რომ ღმერთმა როცა შექმნა ადამი, მას მოუყვანა ყველა ცხოველები, ყველა ფრინველები და მიგვა რა ადამიანს რომ ენახა რას დაარქმევდა, რომელ სულგულსაც რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელის ის იქნებოდა. დაარქვა ადამიანს სახელები ყველა პირუთს, ცრის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. ასე გვყვება ბიბლია. ესე იგი აქ უკვე უფრო ლეგიტიმურია კითხვა, ხო? რა ენაზე დაარქვა ადამიანმა სახელები, იმიტომ რომ როგორც ბიბლია გვეუბნება, ადამიანმა რაც დაარქვა, ის ქვიათ ამ ცხოველებს, ხო? და თავისთავად გაჩნდა იდეა, რომ ებრაულად ხო არა. იმიტომ რომ ვინ იყო ადამი, ხო? რა ენაზე ლაპარაკობდა ადამი? ამას ებრაელები გვიყვებიან, თორემ ადამი ცხადი არც ერთი ერის წარმომადგენელი არ არის. მაგრამ ამას გამოგცემს ებრაელი. მაგრამ გადის კიდევ რაღაც წარღვნის შემდეგი პერიოდზე გვიყვება ბიბლია და მე უკვე ძალიან ცალსახად მითითებულია, რომ ქვეყანა იყო ერთ პირი, მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველებდა. ეხლა ამ ადგილას არის ერთგვარი წინააღმდეგობა იმ გაგებით, რომ მანამდე იქვე ძალიან ახლოს წერია, რომ როცა კაცობრიობა დაიშალა ადამიანის მოდგმა სემის, ქამისა და იაფეტის შტოებად, წერია, რომ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ესე იგი თავთავის ტომის მიხედვით და თავთავის ენის მიხედვით ცხოვრობდნენ. მაგრამ აი ეს ბაბილონის გოდოლის დანგრევის თემა იმდენად დამბეჭდავათაა მოყოლილი, რომ აი ამ ენასთან დაკავშირებით ეს გახდა ცენტრალური. ესე იგი, აი ამ გადმოცემის მიხედვით კაცობრიობა ლაპარაკობდა ერთ ენაზე მანამდე და ბაბილონის გოდოლის შეწოდების შემდეგ, ასე ვთქვათ, ამშენებლობის შემდეგ, ღმერთმა ადამიანებს ენა აურია და ამის მერე უკვე შეიქმნა მრავალი ენა. ეხლა ეს რადგან ბიბლია თქო ძველი აღთქმა ებრაელებიდან მომდინარეობს, პირველ საუკუნეებში აი ეკლესიის დიდმამებსაც კი გაუჩნდათ აზრი, რომ აქ საუბარი ებრაულ ენაზეა ბიბლიაში, იმიტომ რომ ეს ებრაელების მონათხრობია. და აი ესეთი დიდი მოაზროვნეების კი როგორც იყო მაგალითად ნეტარი ავგუსტინე ან კიდევ უფრო მანამდე ორიგენე, ესენიც ფიქრობდნენ, რომ კაცობრიობის პირველადი ენა იყო ებრაული და შემდეგ ეს ებრაული ენა დაიშალა სხვა ენებად. ნუ მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ის დაიშალა 70 სხვადასხვა ენად. ან ბაბილონის დროსაც ებრაულად საუბრობდნენ. ხო, ესეთი აზრი, ესე ეკლესიის მამებსაც კი არ ეპარებოდათ პირველ საუკუნეებში ამაში ეჭვიეს, ძალიან მიღებული იყო. მაგრამ აი მეოთხე საუკუნეში უკვე გამოჩნდა ერთი ძალიან დიდი აღმოსავლეთის მამა, გრიგოლ ნოსელი, რომელმაც ეს საკითხი ეჭვში დააყენა და თქვა, რომ არა, ებრაული არ ყოფილა კაცობრიობის პირველადი ენა და ამის დაშვება არ შეიძლება. და შემდეგ საუკუნეებში უკვე, ну შემდეგ იმავე პერიოდში დაახლოებით და შემდეგ საუკუნეებში უკვე რო გაძლიერდა რომის იმპერია, აღმოსავლეთი და დასავლეთი იმპერიები რომის, უკვე გაჩნდა ახალი კონკურენტები, რომ პირველადი ენა არ შეიძლება უპირესობა მივანიჭოთ ებრაელს, არც ბერძნულის და არც რომაულის მიმართ. მით უმეტეს ასეთი არგუმენტი მოყავდათ, რომ როცა მაცხოვარი გააკრეს ჯვარზე, იქ სამ ენაზე იყო წარწერა ებრაულად, რომაულად და ბერძნულად. ესე რომ აი ეს კვლევა, ესე იგი, აი ამ პერიოდიდანაც კი უკვე ძალიან აქტუალური გახდა ქრისტიანულ ეპოქაში და შემდეგ მერვე საუკუნეში გამოჩნდა რაღაც ახალი ნაკადი, ამას ქვია ირლანდიელი გრამატიკოსების მოძრაობა, რომლებსაც წამოაყენეს ახალი კონცეფცია, რომ კაცობრიობის პირველადი ენა იყო არა ებრაული, ან რომაული, ან ბერძნული, არამედ ირლანდიური. ეხლა ამათი საყრდენი რა იყო, რომ როცა წარღვნა მოხდა ამ კონცეფციის მიხედვით და კაცობრიობამ დაიწყო გადასახლება, რასაც შემდეგში ატლანტიდა ეწოდება, ხო? ატლანტიდა ჩაიძირა, გადასახლება დაიწყო აღმოსავლეთისკენ. ამ დროს ის ადგილი, სადაც ის ძველი წარღვნამდელი ხალხი დარჩა საცხოვრებლად, ეს იყო ირლანდიის კუნძული. და რადგან ეს ხალხს არ შეხებია არც ბაბილონის გოდოლი და არც შემდეგი პროცესები ეს დაშლა იაფეტის, სემის, ქამის, იაფეტის შტოებად, ამიტომ ირლანდიელები
ის ენა შენარჩუნდა. ანუ როცა ატლანტიდურის გაგრძელება შეიძლება ჩავთვალოთ ხო ფაქტობრივად ის ძველი ენა ის და ლემურიას შემთხვევაში რა იყო ეგ არ ვიცით ხო არა, ალბათ ლემურია კიდევ უფრო ძველი დროა და ატლანტებს და ირლანდიელებს შორის რაიმე კავშირი იყო თუ გენეტიკური იგულისხმება რა იგულისხმება რომ რადგან ეს ატლანტიდის ოკეანის ადგილას იყო დაახლოებით ატლანტიდა, როცა ატლანტიდა ჩაიძირა და ხალხთა მიგრაცია დაიწყო აღმოსავლეთით, ის ერთი ნაკადი რომელიც არ წავიდა აღმოსავლეთით, ისინი დარჩნენ ირლანდიაში, ირლანდია არ ჩაძირა. და ამიტომ ისინი ყველაზე უფრო ძველი ხალხი ამ გაგებით და აი იმ შტოებმა აღმოსავლეთისკენ წასულმა შტოებმა დიდი ცვლილება განიცადეს და ენებიც დაიშალა იქ და ეს იყო ამათი კონცეფცია, ასე ვთქვათ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს მთლიანად მიღებული იყო. და საერთოდ აი ამ ირლანდიელმა გრამატიკოსებმა წამოაყენეს ასეთი აზრი, რომ თვითონ ბაბილონის გოდოლი ენას ნიშნავსო, ენის გრამატიკულ აგებულებას ნიშნავსო და ის შემდეგ დაიშალა 72 ნაწილად ეს ირლანდიური ანუ ენა. პირდაპირ მნიშვნელობით კი არა აგესო ის არამედ სიმბოლური ის დაშლა ეს ეგ პირდაპირ მნიშვნელობით კი არ უნდა გავიგოთ რომ ეს ენაო რა კაცობრიობის ენა რომელიც ღმერთმა დაშალა 72 ნაწილათო და ის პირველადი ენა იყო ირლანდიურიო. შენის ტელეგრამი დახურული არხი მათთვის, ვისაც სურს ასტროლოგიის, ეზოთერიის და სამყაროს უნივერსალური კანონების ღრმა გაგება და მათი ყოველდღიურობაში გამოყენება. არხზე იღებს სუფთა, სისტემურ და შემეცნებით ცოდნას, რომელიც გეხმარება, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაქმნა საკუთარი ცხოვრება. გასაწევრიანებლად დაასკანერე QR კოდი. ესე იგი შემდეგ კიდე გადის პერიოდი და აი უკვე მე-10 საუკუნის შემდეგ იწყება რაღაც ეროვნული ჩამოყალიბებები, ერების ჩამოყალიბების გარკვეული პროცესი, ცოტა დამოუკიდებლობად, ესე იგი რა ხდება ფაქტობრივად აი იმპერიების დაშლა იწყება, როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის და სხვადასხვა ხალხები ცდილობენ როგორც ლათინურისგან, ასევე ბერძნული ენისგან განთავისუფლებას. იგივე პროცესი ხდება საქართველოშიც და ეს სხვათა შორის ერთ-ერთი მე-10 საუკუნე ერთ-ერთი საწყისი ეტაპია ამისი, როცა ივანე ზოსიმი უკვე არც პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ მაინც საუბრობს ქართული ენის რაღაც აღმატებულ მნიშვნელობაზე. ახლა ეს საკითხი თემაა, ახლა მას არ შევეხები. ხო და აი უკვე შემდეგ მე-13 საუკუნეში, მე-12-ში ეს საკითხი ძალიან აქტუალური გახდა, ხო? კიდევ უფრო გახალხურდა ასეთი კულტურები აღმოსავლეთშიც, დასავლეთშიც და აი მაგალითად მე-13 საუკუნეში იყო ერთი სომეხი მოაზროვნე ვარდან არაველეცი, რომელიც ამბობს, რომ სომხური ენა არის გვირგვინი ყოველთა ენათა ქვეყანასა ზედაო. ესე იგი, მან უკვე წამოაყენა სომხური ენის პრიმატი, რომ სომხური ენაა პირველადი კაცობრიობის ენა. მაგრამ ეს ახალი არ იყო. ესე იგი, ამავე პერიოდში დაიწყო კაბალა, ანუ ებრაული მისტიკა გამოვიდა წინა პლანზე, რომელიც მანამდე გასაიდუმლოებული იყო და ებრაელებმა მოძღვრებმა თქვეს, რომ არა, როცა ჩვენ ვამტკიცებდით ძველად ებრაელები, რომ ებრაულია კაცობრიობის პირველი ენა, ეს უბრალოდ გასაიდუმლოებული იყო და თორემ განა არ ვიცით რატომო. და აი ეს კაბალაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი, ეს არის ზოარ, სადაც მოცემულია უკვე თუ რა პრინციპებით ჩამოყალიბდა აი ეს პირველადი ენა და ეს ძალიან მისტიკური სახითაა გადმოცემული და ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, როცა ის ესე ვთქვათ, არის მცდელობა დასაბუთებისა, აი ამ ხატოვანი ენით თუ როგორ შეიქმნა ენა. ეს არის აი ყველაზე უფრო წყობრად მოცემული სწორედ აი ებრაულ მისტიკაში, ებრაულ კაბალაში კონკრეტულად. და მან საუბარია როგორ შეიქმნა ებრაული ენა თუ რაღაც ენა. ეს საერთოდ ებრაული, მაგრამ ითვლება რომ სამყარო შექმნის დროს შეიქმნა ეს ენა და იგულისხმება რომ ეს ებრაული. ხო, დასაბამის ენა. ებრაული კონცეფციის მიხედვით ასია რომ ეხლა ჯერ კიდევ აი თანამედროვე შეხედულებითაც კაბალისტური შეხედულებით რომ აი ის ენა დღეს არ არის სრულყოფილი, რომელიც შეიქმნა ის ებრაული იყო, რა თქმა უნდა და აი ოდესმე ეს ბგერები ხა დაშლილია რაღაცა არაკანონზომიერად და ოდესღაც კიდევ შეერთდება ის და კაცობრიობა ისევ იმენას დაიწყებს საუბარს. ნუ ეს მესიანისტური ასეთი იდეა არსებობს. ანუ ისო გაერთიანდება რაც ერთი ენის ქვეშ, ესე ვთქვათ. და ის გამოსახავს ჭეშმარიტებას საბოლოოდ. ეს არის კაბალისტური შეხედულება, მესიანისტური ცხადია, რომელსაც ცხადია სხვები არ დაეთანხმებიან. ესე იგი, ეს პროცესი შემდეგ კიდევ უფრო გაგრძელდა და აი მე-16 საუკუნიდან უკვე დაიწყო კიდევ უფრო ნაციონალური სახელმწიფოების ჩამოყალიბება, ფაქტობრივად ერების და ნაციონალური ქვეყნების ჩამოყალიბება ევროპაში და აი ამ დროს უკვე დაიწყო ბუმი პირდაპირ. და პირდაპირველად სადღაც მე-16 საუკუნის შუახანებში გაჩნდა ასეთი ანტვერპენული ენის პირველადობის თემა. ესე იგი, ბელგიის ტერიტორიას დაახლოებით და ზოგადად ბელგიური ენა
და მათ თავიანთი ახლა მე არ მოყვებენ არგუმენტებს, იმიტომ რომ ძალიან შორტ წაგვიყვანს. თავიანთი არგუმენტები ქონდათ ცხადი არ არის სიტყვები იქ პატარა, ცალკეული მოკლე სიტყვებია, ბევრია სიტყვები და სწორედ ეს არის პირველადი ენაო და ეს უკვე მეცნიერული კვლევები იყო. და აი ამის მერე თითქმის არ დარჩენილა არც ერთი ქვეყანა, რომელსაც არ წამოაყენა თავისი ენის პრიმატი, შემდეგ იყო შვედები, რომელსაც დიდი გამოკვლევები დაწერეს, შემდეგ გერმანულებმა ამტკიცებდნენ, რომ გერმანული ენაა პირველადი ენა, მერე უნგრელები, პოლონელები, ბრიტანელები და ბოლოს უკვე მე-17 საუკუნის სადღაც დაახლოებით შუაში უკვე განვითარდა აღმოსავლეთმცოდნეობა. და აი ამ დროს უკვე დიდი გამოკვლევები შეიქმნა ჩინური ენის შესახებ და თქვენს რომ ყველამ აღმოაჩინა რომ ევროპული ენები ძალიან ახალგაზრდები არიან ჩინურთან შედარებით და შეიქმნა გამოკვლევები რომ ჩინური ენა პირველადი ენა კაცობრიობის, მას არ შეხებია არც წარღვნა, არც ბაბილონის გოდოლი და ის დარჩა როგორც იყო ძველი. აფრიკულ ენებზე არაფერს არ იძახიან? მაშინ არა. და ის სანსკრიტული? ეს უკვე მოგვიანებით უფრო. შემოგვიერთდი ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში მაიას მიწაზე. სტიქიების ალქიმიური რითრითი ტულუმის გულში. რითრითი ტარდება ეკოლუქს ვილაში. მაიას ჯუნგლებით გარემოცულ სივრცეში, სადაც კარიბის ზღვა ხვდება სიანი კაანის წმინდა მიწას. ჰოლისტიკური ადგილი, სადაც სტიქიები ერთიანდებიან იმისთვის, რომ აღიდგინო გონების, სხეულისა და სულის ბალანსი. ერთად ჩავიძირებით 5 დღიან 5 რიტმის ვორქშოპში, სადაც ყოველი რიტმი ხდება მასწავლებელი. ყოველი სტიქია კი შენი ნამდვილი არსის აღმოჩენის და გახსენების გზამკვლევი. ჩვენი დილა დაიწყება მზის მისალმებით. გავაკეთებთ ინიოგას გაწელობს. დღეს კი გავაგრძელებთ ვორქშოპებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის ასტროლოგია და ღრმა სომატური პრაქტიკები. ვეზიარებით ტრადიციული ტემასკალის ცერემონიას. დავაგემოვნებთ ჩვენი შეფის მიერ იუკატანის სტილით მომზადებულ ვეგეტარიანულ კერძებს და უბრალოდ ვიზეიმებთ სიცოცხლეს ტულუმის წმინდა გარემოში. სივრცეში, სადაც შევიკრიბებით თანაშემოქმედების, თავისუფლების და ერთგულების პატივსაცემად. ეს უბრალო რითრითი არ არის. ეს არის დაბრუნება ჩვენ სტიქიურ ბუნებასთან, ჩვენს კოსმიურ სიბრძნესთან. თუ გრძნობ მოწოდებას, გამოყვევი. ესე იგი, შემდეგი იყო რომ აღმოსავლეთმა მას დაუპირა თავიანთი ასე ვთქვათ ერთ-ერთი კულტურის წინაპარი ეგვიპტური ენა და ეგვიპტოლოგია თამდროს უკვე განვითარებას საკმაოდ კარგ სტადიაში იყო და აი ამ ჩინურს დაუპირისპირდა ეგვიპტური ენა, რომ არა ეგვიპტურია ზოგიერთი მეცნიერი და ეს მაგრამ ევროპელებმა კიდევ უფრო ასე ვთქვათ ენათმეცნიერება ამ დროს 18 საუკუნეში უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე იყო და მათ უკვე თავიანთი ასე და ამოქექეს თავიანთი კიდევ უფრო ძირები და თქვენს რომ არა კელტურ სკვითურია ყველაზე ძველი და უამრავი გამოკვლევა დაიწერა ამ თემაზეც და აი ამის მერე იწყება უკვე სანსკრიტის და აღმოჩნდა რომ მთელი ეს ენები ვინც გამოთობდნენ თუ ნათესავები ყოფილან. მაგიტომ არის ინდოევროპული ეს ინდოევროპული ძალიან ბევრი ენის წინაპარი ყოფილა სანსკრიტი და თანაც ინდოელებსაც აღმოჩნდა რომ უამრავი გამოკვლევა აქვს ამ თემაზე და ინდოელები აღმოსავლეთიც ფიქრობს რომ სანსკრიტია კაცობრიობის პირველადი ენა და აი ეს უკვე ბოლოს ისე მობესდა ევროპას და სამეცნიერო წრეებს ამ თემაზე კამათი რომ საუკუნეები გრძელდებოდა ვინ არის ვისი ენაა პირველადი რომ აი 1866 წელს ნუ ხლა ამ დროს კულტურისა და მეცნიერების ცენტრი პარიზში იყო პარიზის ლინგვისტიკის საზოგადოება მიიღო დადგენილება რომ არც ერთ გამოკვლევას რომელიც ამ თემაზე იყო განსახილველად არ მიიღებდა ასე რომ ის თემა რომელიც ჩვენთან 90-იან 90-90-იან წლებში გახდა პოპულარული საქართველოში ნუ გარკვეული მიზეზების გამო ცხადია საბჭოთა კავშირიდან ასე ვთქვათ განცალკევების და გამოყოფის პერიოდში აი გამოცდილების პერიოდში ეს ამ თემაზე ევროპამ კამათი შეწყვიტა მე-19 საუკუნეში. მაგრამ სანსკრიტი აღიარეს ესე ვთქვათ არა ეს აღარაფერს აღარ იხილავდნენ. ბოლო სანსკრიტი იყო უბრალოდ. და ჩინურს და სანსკრიტს შორის იყო დაპირისპირება თუ ჩინელებს? გარკვეული უფრო ძველ დროში თითქმის 1 საუკუნით ადრე ჩინურს თვლიდნენ. ბოლოს უკვე დაინახეს რომ ყველა ამ ენებს აერთიანებთ ინდოევროპული ძირები. ბოლოს ჩათვალეს რომ სანსკრიტია მაინც ყველაზე უფრო ძველი მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ არც ერთი არ არის კაცობრიობის პირველადი ენა და ამ თემაზე საერთოდ შეწყვიტა ევროპამ მეცნიერებამ კვლევა. და იმავე პერიოდში გაჩნდა ასეთი აზრიც რომ რადგან უკვე იმდენი რამე იყო შესწავლილი რომ ამდენი საერთო გააჩნიათ ამ ენებს რომ იქნებ შევქმნათ რაღაცა ენა რომელზეც ყველამ ვისაუბროთო. და ასეთი რამდენიმე მცდელობა იყო რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. რაღაც ჩემს ბავშვობაშიც კი არსებობდა ძალიან
პოპულარიზაცია მიმდინარეობდა ისეთი ესპერანტო ხო, ესპერანტო. რომელიც ასე მარტო ეს არის უბრალოდ ეს ჩვენთან შემოვიდა და ჩვენ იმიტომ კარგად ვიცით რა რეალურად მე ინგლისური გახდა ეგენა არა ესპერანტო არ დაინერგა ეს ესპერანტო შექმნეს ხელოვნური ენა ზოგი იქიდან აიღეს ზოგი იქიდან შეეცადნენ რომ შეექმნათ რაღაცა ისეთი ენა და მოდი რომ თელამ სოფლიომ ერთად ვილაპარაკოთ მაგრამ მე ფსიქოლოგიური და კვლევებმაც საჩვენა და ლინგვისტურმა კვლევებმაც რა შეუძლებელია იმიტომ რომ ენა გამოსახავს ხალხის ხასიათს და შეუძლებელია რომ სხვადასხვა ფსიქიკის და სხვადასხვა ტემპერამენტის და სხვადასხვა წარსულის ადამიანებმა გააერთიანონ და ერთ ენაზე ისაუბრო იმიტომ რომ ენა ცნობიერების ფორმაა და მთელი წარსული კულტურა ჩადებულია ენაში ეს უკვე შემდგომ კვლევებმა აჩვენა რომ ეს აბსოლუტურად უპერსპექტივოა და ბოლოს ხანებში უკვე აღარც არის ამ თემაზე საუბარი მაგრამ აი ამ დროს უკვე მეცნიერული თვალსაზრისით იწყება ლინგვისტიკის განვითარება ენათმეცნიერების განვითარება და როცა ისინი მიადგნენ ამ საკითხს სულად ცხადი იყო რომ ამ მართულებით საერთოდ არ უნდა ემუშავოთ და ენათმეცნიერებმა მიიღო ასეთი პოსტულატი და ესე იგი რომ ამ საკითხს არ იკვლევს საერთოდ ჩათვალეს რომ ნებისმიერ სიტუაციაში რომელ საუკუნეშიც არ უნდა წავიდეთ ყოველმა ხალხმა მემკვიდრეობით მიიღო თავისი ენა და ჩვენ თუ დავიწყებთ ახლა ბგერების კვლევას საათღაც უსასრულობაში წავალთ და ამიტომაც მიიღეს ასეთი რამე რომ არავითარი მნიშვნელობა ბგერებს არ აქვს და ყველა სიტყვა არის შემთხვევითი კომბინაციის გარკვეული შეთანხმებით შედეგად მიღებული. ანუ ესე იგი ცნების შესაბამისი, ესე იგი აკუსტიკური ხატი არის შემთხვევითი. ეს არის როგორც ყველაფერი მე. ესე იგი შემთხვევითობას მიეცა. თქმა რასაკვირველია და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენი გამოცდილებას ცხადია, მაგრამ ვერ გავამტყუნებთ ამაში, იმიტომ რომ თუ გინდა რომ ეს შენ ამ კუთხით განავითარო ეწმინდა ფონეტიკური თვალსაზრისით შეისწავლო რაღაცები და ახლა ჩვენ თუ მისტიკაში გადადიხარ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გასაგებია რატომ მიიღეს გასაგებია რა თქმა უნდა ეს თანამედროვე ეს შეხედულება სრულ წინააღმდეგობაშია იმ გამოცდილებასთან რაც ჰქონდა ჩვენს წინაპრებს განსაკუთრებით აღმოსავლეთში იყო ეს განვითარებული იმიტომ რომ ახლა ინდოეთში დაუშვათ და ჩინეთში არავის არ ეპარება ეჭვი რომ ენაში შემოვალი ბგერები რაღაც სულიერ ხატებს გამოხატავენ, რაღაც ძალა გააჩნიათ. მანტრები, 1000 მედიტაციები, სამკურნალო მედიტაციები. შეიძლება ერთ ბგერას მთელი დღის განმავლობაში გამოთქვავდეს, ესე იგი რაღაც ზუსტად მანდალას უყურებდეს და რაღაც ბგერას გამოთქვავდეს. ერთი ბგერა სანსკრიტში მანტრა არის, ბიჯა მანტრების კი, რა თქმა უნდა. და ასეთი უამრავი არსებობს და ახლა შენ ინდუელს როგორ აუხსნი რომ რასაუბროს შემთხვევითია არაფერი არ არისო. იგივე დავცოთ ნებისმიერი მედიტაციები, ლოცვები, ხო, ლოცვითი ფორმულები ძალიან პატარა, რომელსაც შეუძლია მთელი დღის განმავლობაში უსასრულოდ იმეოროს ლოცვის დროს ადამიანო, ხო? ასე რომ ეს არანაირად არ შეესაბამება ცხადია ამ სამეცნიერო შეხედულებას, თუმცა ნამდვილად ვიტყვი რომ ამაში ვერ გავამტყუნებთ მეცნიერებას, იმიტომ რომ მაშინ ის ვერ განვითარდებოდა, თუკი მისტიკაში ჩარჩებოდა, ხო? ასევე მე-20 საუკუნეში გაჩნდა ძალიან საინტერესო მოძრაობა ევროპაში ევრიტმიის სახით, სადაც უკვე საუბარია მოძრაობასა და ბგერებს შორის კავშირზე. ეს შტაინერის ანთროპოსოფია. და ასეთივე მსგავსი, მაგრამ განსხვავებული არსებობდა ინდოეთშიც, როცა ინდოელი ცეკვა არსებობს და იქაც გარკვეული, ასე ვთქვათ, გამოხატული. ბულგარეთშიც იყო, მგონი, რა სინათლის საძმოს командაც იყო. ინდოეთშიც არსებობს ბგერებთან დაკავშირებული მკურნალობები, ეს რამე ახალი არ არის, მაგრამ უბრალოდ ევრიტმია გადმოცემული იყო უკვე ევროპულ ენაზე. და უფრო გასაგებია ძალიან ძნელია ინდურის როცა ჩვენი კულტურა არ არის ღრმად დაკავშირებული ამაზე მორგებული იყო უფრო რა თქმა უნდა ახლა იმათი მედიტაციის ფორმები სხვა არის იმათი სოფხედელობა სხვა არის და ეს რაღაცის პირდაპირ გადმოტანა ყოველთვის ძალიან ძნელია ხოლმე ხო ესე იგი ახლა ჩვენ დავუბრუნდეთ თუ კი ამდენი იდავეს და ვერ შეთანხმდნენ ახლა რაღაცა საუბროა მაშინ დღეს ხო რა თქმა უნდა ყველა თანამედროვე ესე იგი მისტიკურ შეხედულებები, რომლებიც განაკადიც გრძელდება, იქ არავითარი წინააღმდეგობა იმაში არ არსებობს, რომ ნამდვილად არსებობდა პირველადი ენა, მაგრამ ეს ენა არ არის რომელიმე კონკრეტული ხალხის ენა. ეს პირველადი ენა, რომელზეც კაცობრიობა საუბრობდა, ყველა ენაშია. და ნებისმიერ ენაში შეიძლება ვიპოვოთ ის. და ის შეიძლება ვიპოვოთ უფრო მეტად იმ ენებში, რომლებიც უფრო ძველია და უფრო შესაძლოა ნაკლებად იმ ენებში, რომლებიც ახალია. მაგრამ ის არსებობს ყველაში. ჩვენი ენა გადის მაგ ენათა კატეგორიაში, ხო? ყველა ენა გადის რა თქმა უნდა და იქ სწორედ ახლა დღეს მინდა რომ ეს სწორედ ამაზე ვისაუბროთ. ხო, აი მაგალითად ავიღოთ უფრო ძალიან მარტივი მაგალითი, აი ბავშვი დაუშვათ, პატარა ბავშვია, სწავლობს რაღაცა ლაპარაკს და ის ეძახის ძაღლს აუას. და დაუშვათ ქათამს ეძახის კოკოკოს. რა ენაზე ეძახის? ჩვენ გონიო რომ ეს ქართულია, ხო? ქართული არ არის.
ეს არის ბავშვების საერთაშორისო ენა. ხო, ყველასთვის გასაგებია. მე ამ ბავშვს აუხსნია რომ არაკაცო მაგას აუაკი არ ქვია, ძაღლი ქვია, ის რაღაცა სხვა სახელს ეთქვის იმ თავის ენაზე და ეს ბავშვი დაივიწყებს ამ აუას და კოკოკოს, ხო? მაგრამ ასეთივე ენები, რომლებიც ხმაბაძვითაა, ხო, ეს მიღებული, რაც ესმის იმას იწახეს, მაგრამ სამდროში ქართულში უამრავი სიტყვა ასეთი დამკვიდრდა, რომლებსაც უბრალოდ არ ვაქცევთ ყურადღებას, თორე ასეთივე სხვა ენასაც შეიძლება შეექმნა. აი მაგალითად სიტყვა ყვავი. ყვავი რა არის? ყვა, რასაც გამოსცემს ყვავი ის არის, ხო? კაჭკაჭი, კაჭკაჭი, კაკუნი, კაკანი, კაკუნი, ციკციკი. ანუ რაც ეს მოდოთ, ბრახუნი, ყიყინი, ხო? ყიყინებს ბავშვი, ყიყინი. ნუ ყველას ახლა სხვა ვერ გამოთქვა, ჩვენ გამოთქვა. სისინი. ანუ ეს ქართულ ბავშვურ საერთაშორისო ენიდან. ხო, ქართული ახლა ეს ყველა, მაგრამ ნებისმიერ შეიძლება შეგა ზუზუნი. თუ როდმე ესმის შეუძლია თქვა ზუზუნი, ხო? ესე იგი, აი ესეთი ენები არსებობს უამრავი, ასეთი სიტყვები უამრავია. ამათ შეიძლება ესე ამათ ქვია ხმაბაძვითი სიტყვები, რომელიც რაც ისმის, ესე იგი იმას ამბობს. და თანხwebdriver თუ არის, აი ქართველ ჩვენ რაც გვესმოდა და ვარქმევდით სიტყვებს, სხვა ქვეყნის ბავშვებს. ეს არის ბავშვების საერთაშორისო ენა. ეხლა, მაგრამ ეხლა ასე რომ ვთქვათ, რომ ეს ხო არ არის ყველა სიტყვა ხო არ არის ხმაბაძვითი არა, ეს არის ხმა რაც ესმის, იმისი იბაძვა. სხვა ენებში სხვა სიტყვებია, რომლებიც ქართულში არ არის დაუშვათ, ხო? მაგრამ ენა ასე მარტივად არ იქნება ცხადია, ყველა სიტყვა ვერ იქნება ხმაბაძვითი, ხო და ამიტომ თუ დავშლით ამას კიდე რა სიტყვები შეიძლება იყოს, არა? ნებისმიერ თუ ბგერებს მნიშვნელობა აქვს და ბგერების მიხედვით დგება სიტყვები, მაშინ ჩვენ უნდა გამოვარჩიოთ რაღაცა ისეთი სიტყვები, რომლებიც ბგერად მეტყველობით თვალსაზრისითაა შექმნილი. მაგრამ ამის გარდა მას ენას აუთ ლექსიკას უნდა ჩამოვაცილოთ ის სიტყვები, მაგალითად, ხმაბაძვითი სიტყვები. ის შეიძლება სულაც არ გამოხატავდეს ბგერები ზუსტ შინაარსებს. ის უბრალოდ ასე ისმის, ხო? ასევე დაუშვათ რაღაცა შედგენილი სიტყვები. მაგალითად, დღეს არსებობს სიტყვები, რომელიც 4 სიტყვისგან შედგება. რა თქმა უნდა, ეს შედგა ეს სიტყვა, ხო? ან აი უამრავი ტექნიკური ტერმინოლოგია. რომელიც უბრალოდ აი ახალი რაღაც გაჩნდა ცნება და უცბად ვიღაცა მოიგონა და შეიძლება ზოგიერთ სიტყვას თავისი ავტორიც ყავდეს. აი უამრავი ტექნიკური ტერმინოლოგია და რომლებიც ერთი ხალხიდან მეორეში გადადის და საერთაშორისო ხა ტაქსი და ასე ეგეთი სიტყვა. ხო, თანამედროვე დროს ისაც ხშირი რაღაც ბრენდების სახე, მაგალითად სკოჩი, ქსეროქსი, ეგ არის ბრენდების სახელები, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ როგორც იმას. ხო, ჯიპი. არ არის რა თქმა უნდა კორექტული, რა თქმა უნდა. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ იმისჯეროთ ბგერების სულიერ შინაარსებზე და მათ ეს უნდა გამოვარჩიოთ განსაკუთრებული სიტყვები და არა ნებისმიერი. და ახლა მაგალითად გერმანულში ზოგჯერ არსებობს სიტყვა, რომელიც 4 სიტყვისგან შედგება და ქართულში. ხო, გერმანული ვაფშე სხვა ის. ქართულშიც ეგეთი შედგენილი სიტყვები ხო და ახლა ჩვენ ავდგეთ და ბგერები ასე ვარჩიოთ, რა თქმა უნდა ეს ძალიან შორს წავალთ. ამიტომ რაღაც განსაკუთრებული რაღაცა ასეთი სიტყვები ბევრი არ არის ცხადია, მაგრამ არც ცოტა ბუნებრივია, რაც წარმოადგენს ამ ენის საფუძველს, აი ძირითადი სიტყვები, ხო? და ასეთი ყველა ენას აქვს. სხვათა შორის, როცა ჩვენ საუბრობთ აი რომელიმე ხალხის ენაში არსებულ სიტყვებზე, არავითარ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში არ უნდა დავიწყოთ გარჩევა, ეს სიტყვა ნამდვილად ამ ხალხმა შექმნა თუ გადმოტანილია სადღაც არაბულიდან, თურქულიდან, არავითარ მნიშვნელობა ამას არ აქვს. თუ რაღაც სიტყვა მაგიდა იქნება, თუ ფარდა იქნება, თუ რაღაც ქართულმა ენამ მიიღო, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ბგერად მეტყველება ამ ხალხის ფსიქიკურ წყობაში და სოფხედულობაში ჯდება. ჩაჯდა. ამიტომ ეს ასერთ არ უნდა გამოვარჩიოთ არასოდეს და ვერც გავიგებთ ეს სიტყვა, როდი შეიქმნა, ვინ შექმნა, იმიტომ რომ უამრავი სიტყვა გადადის ერთი ხალხიდან მეორეში, ან პირიქით, ან იქით და ამიტომ ეს საერთოდ არ არის გამოსარჩევი, ეს უნდა განვიხილოთ როგორც ერთი, როგორც ძირეული, ასე ვთქვათ, ბგერად მეტყველებითი სიტყვა. ხო? ესე იგი, ეხლა მე დღეს არ მინდა რომ მაინც ფონეტიკურ და სამეცნიერო საკითხებზე, ლინგვისტურ საკითხებზე ვისაუბრო, მაგრამ აი მაინც ძალიან ისე სქემატურად ვიტყვი რამდენიმე იმას, რომ აი როგორ არის თვითონ ბგერები, როგორ ბგერებისგან როგორ შედგება სიტყვები და აი მაგალითად, როცა უკანასკნელ საუკუნეებში გამოიკვლიეს, აღმოჩნდა რომ ძალიან დიდი განსხვავებაა სხვადასხვა ხალხების ბგერად მეტყველების თვალსაზრისით. აი მაგალითად, ჰავაიზე არის ერთ-ერთი ენა, რომელშიც არის მხოლოდ 15 ბგერა. მეტი არ არის. 15 ბგერით ლაპარაკობენ ისინი. მაგრამ კავკასიაშიც, აფრიკაშიც, ჩრდილო ამერიკაშიც იპოვეს ისეთი ძველი ენები, სადაც არის 100-ზე მეტი. ეხლა რა თქმა უნდა ძალიან დიდი სხვაობაა, სად 15 ბგერა და სად 100 და 100-ზე მეტი, ხო? და აქ ბუნებრივად გამოდის რა, რომ სადაც 15 ბგერა და ლაპარაკობ, აქ სიტყვები ძალიან დიდია, ხო? იმიტომ რომ შეადგინოს 15 გაქვს, მეტი არ აქვს.
და ერთ-ერთს ხوار გაიმეორებ და ამიტომ იძულებული ხარ კომბინირება გააკეთო. და სადაც 100 ბგერა გაქვს, ის სიტყვები ძალიან პატარა. ეგ ხო ხალხის ფსიქიკაზეც მიუთითებს იმ გეოლოკაციაზე ვინ ცხოვრობს. რა თქმა უნდა. აი, სწორედ მთელ ცნობიერებას, ენა ქმნის ცნობიერებას ფაქტიურად და როცა ბავშვი იბადება, მას ენის სახით უკვე წინაპრების ცნობიერება გადაეცემა. იმიტომ რომ წინაპრების ცნობიერება გენეტიკურად ხო, აი ზოგჯერ იძახიან ხოლმე ენა გარკვეული მოძალადეც 끼აო, იმიტომ რომ ამბობს იქნება არ უნდა ესეთი ცნობიერება, მაგრამ ენამ დაადოეს ეს ცნობიერება, ხო, იმიტომ რომ ენას შეუძლია რომ ერთ გახსნას ეგ რაღაც გენეტიკური აი მეხსიერებები, რაც მოყვება ხო მაგას. ეს მთელი ამის წინაპრების, ასე ვთქვათ, ამხელა შრომა პირდაპირ ენის სახით გადაეცა ბავშვს. მართალია ბევრი ამა ქვეცნობიერია, მაგრამ მაინც. ესე იგი კავკასიური ენები ძირითადად ისეთი ენებია, რომელიც ხშირად იძახიან ხოლმე, რომ ყველაზე მდიდარი ენობრივი თვალსაზრისით კავკასია. მართლა აქ იმდენი ხალხი გადაიკვეთა და იმდენი ენა ჩამოყალიბდა, ხლა მაგალითად დაღესტანში 33 ენაა და თითო სოფელი თითო ენაზე ლაპარაკობს. ძალიან მდიდარია კავკასია ზოგადად და ძალიან განსხვავებული. აი მაგალითად დასავლეთ კავკასიაში სადაც ადიღეურ აფხაზური ხალხები სადაც ცხოვრობენ, იქ არის ისეთი ენები, სადაც მხოლოდ 2 ხმოვანია. მეტი არა. ესე იგი თითქოს აი რომ უსმენ გზნობ ესე რა ხმოვნების გარეშე ლაპარაკობენ. აი ზოგადად არის მხოლოდ ა და ი, ზოგადად არის მხოლოდ ა და უ. ყველგან არის ამ. ცოტა პრიმიტიული ჟღერადობაც ექნება ალბათ. ხო, უხეში და პრიმიტიული, ხო. და ესეთი არის ადიღეური ენები და ამ რეგიონში ენები. და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რაც არის სიტყვაზე მეგრული, სვანური, აი მაგალითად გარკვეულად სვანური რაღაცნაირად ჩრდილოკავკასიურ ამას წააგავს გარკვეულად, მაგრამ ესე იგი ძალიან მდიდარია სვანური აი ამ თვალსაზრისით. უფრო მდიდარი ვიდრე თანამედროვე კლასიკური ქართული. აი რო ავიღოთ ჩვენ ბგერათა ჯგუფები, სვანური უფრო მდიდარია. მაგალითად ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც არის სამეული, მაგალითად სადაც შემორჩენილია კლასიკურ ქართულში ყასო, იქ 2 ბგერა აკლია სამეულს, მხოლოდ ერთია დარჩენილი და სვანურში ეს სრული ჯგუფია შემორჩენილი, ეს შული თანხმოვნები და ეს მე-6 ჯგუფია და ჩვენ კიდევ მხოლოდ 5 გვაქვს და იქიდან მხოლოდ ყველა შემდეგი ჯგუფიდან. და ენათმეცნიერები ფიქრობენ, რომ ის სრული იყო ოდესღაც და 2 ბგერა ალბათ დაიკარგა, ახლა ამას ზუსტად თქმა ძნელია. ესე იგი, ქართული და ევროპული ენები ის დაახლოებით ის ჯგუფია, სადაც დაახლოებით 30-40-ზე მეტი არ არის საშუალო რაოდენობა. მოკლედ ქართველებიც ამ კლასში გავდივართ, სადაც საშუალო რაოდენობა არც ძალიან ცოტა და არც ძალიან ბევრი, არც 100 და არც 15 და 12. ერთ-ერთი ოკეანიაში არსებობს ერთ-ერთი ენა, სადაც არის 12 თანხმოვანი და სამაგეროდ 7 ხმოვანი. ესე იგი, ჩვენ ხმოვნები ჩვენზე მეტია, თანხმოვნები ძალიან მცირე. ესე იგი, ეგეთი ენებიც არსებობს. ესე იგი, ეს უკვე და რამე გამოკვლევა არსებობს, რომ დაკვირვებოდნენ რა ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს მეტი თანხმოვანი ანაკლები. არა, ძალიან ბევრი გამოკვლევა არ არსებობს, მაგრამ აი დღეს რაღაცნაირად ნაწილობრივ მინდა რომ სწორედ ამას შევეხოთ აი ბგერებს და რა თქმა უნდა, აი ძალიან საინტერესოა სწორედ ეგ როგორ რატოა ეს კანონზომიერება დაუშვით ამაში იმაში, ხო? ეხლა ბევრი გამოკვლევა ამაზე არ არსებობს, მაგრამ ეხლა როცა მე ამ თემაზე ვმუშაობდი, მე გამოვიკვლიე 60 ენის ლექსიკური მასალა. ცხადია იმის კანონი 60 ენა ვიცი, მაგრამ ლექსიკური მასალა და ძალიან ბევრი ისეთი კანონზომიერება დავინახე, რაც აუცილებლად ამ ერის, ამ ხალხის ფსიქიკიდან და საინტერესო. შეიძლება რომ გააზიაროთ თუ დიდით. ხო, ყველაფერი ახლა კი, რაღაც შევეხებოთ დღეს რაც. ესე იგი, როცა ვლაპარაკობთ ჩვენ ბგერებზე, სხვა ხალხებს სხვა გამოცდილება გააჩნიათ, ერთი როგორც გითხარით, ეს არის კაბალისტური ძალიან ღრმა კვლევა ამის შესახებ, არსებობს ასტროლოგიური კვლევა. ასტროლოგიური კვლევის მიხედვით თანხმოვნები და ხმოვნები ერთმანეთისგან ძალიან მკვეთრად განიყოფიან. თანხმოვნები დაკავშირებული არიან ზოდიაქოებთან, ხოლო ხმოვნები პლანეტებთან. ეს საყოველთაოდ მიღებულია. და აი სწორედ იმითო იყო საინტერესო ის ოკეანიაში აღმოჩენილი ეს ერთი ენა, რომ იქ ზუსტად 12 თანხმოვანი იყო და ზუსტად 7 ხმოვანი. ანუ რამდენი ხო, ეხმიანებოდა პირდაპირ პროპორციულად იყო და უცნაური იყო, იმიტომ რომ ეს რაღაც აბორიგენული ენა იყო, აბორიგენული ტომის ენა იყო და უცნაური იყო ასე ზუსტად როგორ დაემთხვა ამ წყობას. მაგრამ სადაც ბევრია, იქაც 12 ახო ზოდიაქო ხوار შეიცვლება და იქ უბრალოდ მთელი ჯგუფები ერთად ჯდება ამ ზოდიაქოებში. ასე აი ამ თემას თავისი ასტროლოგიური მხარეც გააჩნია. იმის გარდა რომ ეხლა რა საინტერესოა ის რა შეეხება
რა განსხვავებაა ხმოვნებსა და თანხმოვნებს შორის, ხო? ეს განსხვავება რო არსებობს, ეს ბევრ ენაში ცხადია, მაგალითად, სემიტურ ენებში არ წერენ ადრე მით უმეტეს და ეხლაც ხმოვნებს არ წერენ. წერენ მხოლოდ თანხმოვნებს. და თავიდან ზევიდანაც არ აწერდნენ ხმოვნებს და ადამიანი თვითონ ახმოვნებდა, მაგრამ ეხლა როცა წერენ ხოლმე, ეხლა ზემოდანაც წერენ, რომ უფრო გამარტივებულად ესე იგი, აქ სულად ცხადია, რომ ვინც ეს დამწერლობა შექმნა, იმან კარგად იცოდა, რომ ხმოვნები და თანხმოვნები თავიანთი მნიშვნელობით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. და აი ზოგადად რა განსხვავებაა? ესე იგი, თანხმოვნი რა არის? ჩვენ როცა რაღაცას აღვიქვათ ჩვენს გარეთ, აი ჩვენი განცდა იმ ჩვენს გარეთ არსებულის შესახებ გამოხატულია თანხმოვნით. მაგრამ ჩვენი შინაგანი ცხოვრება, ჩვენი შინაგანი ემოცია გამოხატებულია ხმოვნით. აი მაგალითად ადამიანი როცა მღერის, თანხმოვანი ძალიან უმნიშვნელოა. ზოგიერთ სიმღერაში თანხმოვანი არც ისმის, განსაკუთრებით საგალობლებში. ხო, ხმოვანიება არის. ხმოვანია მთავარი რა. ძალიან ხმოვანზეა აგებული. თანხმოვნები თითქმის არა, მაგრამ როცა ადამიანი ლაპარაკობს, ცხადია შინაარსი რო გადმოსცე თანხმოვნებია მნიშვნელოვანი. ხო? ზოგიერთ ხმოვნებს კარგავ კიდეც ლაპარაკობს შიგადაშიგ, მაგრამ სიმღერაში ხმოვნს ხო ვერ დაკარგავ პირიქით, ხმოვნი მღერი ხარ. და საგალობლებში ხო, ისე სულ შეიძლება უბრალოდ თანხმოვანი უფრო გამოყო კიდევაც, ხო, აი გამოყო, აი დააწვი, ხო. შეიძლება ხმოვანი შეიძლება დაკარგო, მაგრამ შინაარს კაცი მაინც მიხვდება. ხო და? ხო, აი ესე გაიგო აშკარა ხო განსხვავება. ასევე აი რო ავიღოთ ხმოვნები, რითი განსხვავდება თანხმოვნი. ნებისმიერი ხმოვანი წარმოვთქვათ ინტონაციის სხვადასხვა ინტონაციაში დასრულებული აზრია. ყველა მიხვდება, აი მაგალითად რაიმაზე თქვი, არც ერთ ენაზე არ მეთქვია, მაგრამ ყველას გასაგებია. ემოციას იგრძნობა. ესე იგი, ყოველი ხმოვანი ცალკე ნათქვამი და ოღონდ ინტონაციას აქვს მნიშვნელობა. ოდნავ თუ უფრო სუსტად იტყვი, უფრო სხვა ემოციაა, მაგრამ რასაც გადმოსცემს ხმოვანი, ეს სრულიად გასაგებია ყველასთვის. ხო, ხარისხს გადმოცემს კიდევ მიხვედრისაც. ერთი ხმოვანი უკვე არის დასრულებული ემოცია და ერთი თანხმოვანი არ არის. იშვიათი გამონაკლისების გარდა. ესე იგი, ესე იგი, როგორ ახლა დავუშვათ? ახლა თანხმოვნები რო ავიღოთ, ესე იგი, ქართულ ენაში ჩვენ გვაქვს, ახლა მე არ მინდა ფონეტიკას სამართლად შევეხო, მაგრამ აი ძალიან ისე გაკვრით ვიტყვი, ესე იგი, რომ ჩვენ გვაქვს სამეულები, აი ხშული, ესე იგი, თანხმოვნები რაც არიან, სამეულები, აი მაგ ბ პ ფ, ეს ერთი ჯგუფია. და ეს ფონეტიკურ წარმოთქმას აპარატზეა დამოკიდებული, ბ პ ფ ერთნაირად წარმოიდგინე. დ ტ თ მეორე კიდე ერთი ჯგუფია, გ კ ქ, ერთი სხვა ჯგუფია, ძ ც ც, ძ ც ც და ჯ ჩ ჭ. ესე იგი, ეს არის ჯგუფები სამეულების და ევროპულ ენებში არ არის სამეულები. აი ეს ჯგუფები იმათაც აქვს შულები, მაგრამ იქ არის ორი. ორი. ესე იგი, ეს ფონეტიკური კანონზომიერებაა. და შემდეგ მოდიან უკვე სხვა თანხმოვნები, რომლებიც აი განსაკუთრებული თანხმოვნები, ახლა მაგალითად ვ, ჰ, ამათ არ გააჩნიათ ესეთი ნათესავები. ვ არის დამოუკიდებელი, ლ, რ, մ, ნ, ესენიც არიან განსაკუთრებული, ესენი ახლა ეს ოთხნი არიან სონორები, ახლა ფონეტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ყველას ძალიან განსაკუთრებული ადგილი უკავია და აი ბ, პ, ფ მაგალითად ერთმანეთში გადადის გადმოდის. ზოგიერთ სიტყვაში ბ-ა, ზოგან პ-ა, ზოგან ფ და ერთ და იგი დაახლოებით ერთ და იგივე შინაარსს ატარებს, რაღაც ნიუანსური განსხვავება ამათ შორის არის, რა თქმა უნდა, ხო? და ევროპულში, რა თქმა უნდა, ეს არსებობს, მაგრამ ორი წვილებია მხოლოდ. ესე იგი, აი ამ თვალსაზრისითაც არის რაღაც განსხვავებული განსხვავება. ესე იგი, თვითონ აი წყობაც განსხვავებულია, მაგალითად, თანხმოვანი, ხმოვანი. თითქოს ესეა, რომ ლაპარაკობთ ჩვენ ხან თანხმოვანს, თანხმოვანს, ხო რაღაცა მონაცვლეობს რიტმულად, ხო? და ქართულ ენაში მაგალითად თავისუფლად შეიძლება რომ 5-6 თანხმოვანი ერთმანეთს გადავაობათ. ხო, ბრდღვნა და ხო ერთი ხმოვანი, მაგალითად, მწვრთნელი 6 თანხმოვანი ერთდროულად. და ეს კავკასიურ ენებში ეს ჩვეულებრივი ამბავია, ევროპულ ენებშიც თანხმოვანი პლუს თანხმოვანი არსებობს, მაგრამ არსებობენ ესეთი ენები, სადაც შეუძლებელია რომ თანხმოვანთან იდგეს. მაგალითად, ჩინელები ასეთ რამეს არასოდეს არ ამბობენ, იქ ყოველთვის მარცვლებია, თანხმოვანი. და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯერ თანხმოვანია თუ ხმოვანი. მაგრამ ეს კიდე თუ დრო დაგვრჩება შეიძლება ამას მე შევეხოთ, ხო? და ესე იგი დავუშვათ ხმოვანი მარცვალში, ესე იგი თანხმოვანი თუ წინარი სხვა რამეს ნიშნავს, ხმოვანი თუ წინარი სხვა რამეს ნიშნავს, ესე ვთქვათ. ხო. ეხლა ავიღოთ მაგალითად, შევეხოთ თითოეულ ბგერას და აი რა მნიშვნელობა აქვს ამ ბგერას. მაგალითად ავიღოთ ა, ხმოვნები დავიწყოთ დაუშვათ, ხო? ესე იგი ა ბგერა ყველა ენაში აბსოლუტურად გამოხატავს გაკვირვებას, გაოცებას.
აი როცა იწვევდნენ რა მნიშვნელობა რაენად თქვა ხო და საწყისაც ხო როგორც ალფა და ქართულადაც ხო გვაქვს შესაძლებელი ამიტომ არის ეგ მნიშვნელოვანი რომ აი ბავშვობაში ბავშვობა თავის აღქმას იწყებს გაოცებით ხო აი ყველაფერს გაოცებული უყურებს და აი თვითონ მაგალითად ბერძნები ამბობდნენ ხო ფილოსოფია იწყება გაოცებით ესე იგი აი შემეცნება რაღაცის არის გაოცება პირველი ესე საწყისი ყველაფრისა და გაოცება შეუძლია მხოლოდ ადამიანს ესე იგი ამიტომაც აი ბგერა ეს არის გაოცებული ადამიანის სიმბოლო და აი ამიტომაც შემთხვევითი არ არის რომ აი მაგალითად ებრაულ ამბანში მაგალითად ალეფ არის პირველი სემიტურ ამბანებში და ნიშნავს ადამიანს ძველად ხო ყველა ბგერა რაღაცას ნიშნავს ბგერა ალეფ ნიშნავს ადამიანს პირდაპირ დაუშვათ იგივე ებრაულადაც ადამ ორია ხო მარტო ორია ხმოვანია და ორივე ადამშიც ხო ასევე ჩვენ ამბანშიც შენარჩუნებულია ეს და პირველი ჩვენთანაც არის ბგერა და აი თუ დამოკვირდებით ესე იგი ბავშვი ხო გაოცებით იწყებს და უამრავ სიტყვას რომელსაც ის დასაწყისში წარმოთქვამთ 10-ია მაგალითად დედა მამა ბაბა პაპა ესე იგი ბავშვის პირველად ესე ძალიან აქტიურად არის ჩართული ბგერა. და რამე ამბანი არსებობს ბოტონო თორ სადაც არ არის პირველი ასო? არა, ბევრი არა კი ასეც არსებობს, მაგრამ ეს პირველადი ამბანებში ასე რომელიც დაეყო სადაც ძველ ენებში ეს ყველა ადამიანი ასოთი აღნიშნავთ ეს არის გაოცებული ადამიანი. და მე ყველა კულტურამ შექმნა რაღაც წმინდა სიტყვები, წმინდა გამოთქმები, ხო? ესეთია მაგალითად ბერძნულ სამყაროში იყო იოა. ეს იყო იოა, რაც დაკავშირებული იყო ეფესოს მისტერიებთან. და სოთაშოით ეფესო ხო იოანემ არის იოანე მიქადაგა ეფესოში და იოანესაც შემთხვევით არ ქვია იოან ეს სწორედ ეს წმინდა სიტყვა რომელსაც ეფუძნება სწორედ ეს მისტერიები და მასთან ძალიან ღრმად არის დაკავშირებული ორივე იოანე მახარებელიც და ნათლისმცემელიც ასეთივე სიტყვა იყო ძველად წმინდა სიტყვა ტაო და აი ამ თითოეულ ბგერაში იყო დანახული რაღაც ღრმა ჭეშმარიტებები და ტაოს არის და ადამიანიც მე როგორც ვიცი იმასაც ცეცხლოვან მიწასაც ნიშნავს ხო და აი ქალწულებრივ მიწას საიდანაც მოდის ეს აი ადამიანის შტოს რო უკავშირდებენ მაგასაც კი და ესეთი ებრაული ენით ძალიან ღრმად იშიფრება სიტყვა ადამი და მთელ ადამიანის არსს გამოხატავს ასევე აი მაგალითად ინდოელებს აქვთ აუმ და აქაც დომინირებს ხო ასევე ინდოელების გამოხატულება მაია ორი არის ხო ამ სიტყვაშიც ესე იგი ეს რაც ნიშნავს დიდ არარსებობას ხო მაია და აი ეს არარსებობის 10 გამოხატვა ქართულში ძალიან ათლად არის არა ხო ასევე ყველა ენაში და ალოგიკური დაუშვათ უარყოფითი ესე იგი ესე რა თქმა უნდა ეს მაიას გაგება არ არის დასავლეთში ჩვენთან მაგრამ ეს მნიშვნელობა აქაც ასევე შემორჩენილია აი მოგიგე ანტი რაღაცის საწინააღმდეგო ხო და ფსიქიკურ თვალსაზრისით და ყველა კუთხით შეიძლება განვიხილოთ მაგალითად იგივე აბგერა გამოხატავს რაღაც გრძნობად დაუკმაყოფილებლობას გრძნობადი თვალსაზრისით და აი რა ავიღოთ ჩვენ ენები სადაც აი რაღაცა განსაკუთრებული ვნების გამოხატულება აი მაგალითად წყურვილის ან რაღაცა ესეთისა აი რო შევისწავლოთ ესე იგი დავინახავთ რომ ეს სიტყვები თითქმის მთლიანად აბგერებისგან შედგება აი მაგალითად რუსული სპარსული ფინური ჩინური ებრაული სომალიური სუაჰილი ირლანდიური იაპონური ლაოსი მალაიური მონღოლური უზბეკური სომხური და აი ეს სიტყვები შედგება მხოლოდ აებისგან აი მაგალითად თავა ებრაულად დაუშვათ სამია დაუშვათ აი სუაჰილის ენაზე რო იყო თამა სამი არის ესე იგი მხოლოდ არის და თან სამი ერთმანეთს გადა ესე იგი აი ხაზგასმულად დომინირებს დაუშვათ აი ამ ბგერებში ესე იგი ეს არის და ძალიან მნიშვნელოვანი ბგერა ეხლა ჩვენ რა ვიღოთ მაგალითად ხმოვანი ეს ძალიან განსხვავდება ასგან ესე იგი ეს რაღაცნაირად გამოხატავს ადამიანის აი მყარად თვითდამკვიდრების განწყობილებას როცა ადამიანი ამობს ესე იგი ეს რაღაცა თავის თავს ამკვიდრებსო რაღაცას ადასტურებს თითქოსო რა აი მაგალითად ქართულად დიახ ხო პირდაპირ ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ ამას გამოხატავს და სხვა ენებშიც ასეა აი რაღაცა თუ ეხლა ავიღებ ჩვენ პრო რელიგიურ განწყობილებას ეს გამოხატავს რაღაცისკენ სწრაფვას მაგალითად ღმერთისკენ რაღაცისკენ სწრაფვას ესე იგი რაღაცა რელიგიურ განწყობილებას ღმერთისკენ თუ ავიღებთ რაღაც სხვა ინტონაციაში წარმოვთქვათ აი ამ სუბუქად რაღაც ეს სუბუქი სიხარული შეიძლება გამოხატოს ხო აი ამ და სწორედ ამიტომაც ის ხალხები აი წერას ვსაუბრობთ რომ ერების ფსიქოლოგიაზე და ცნობიერებაზე დიახ დამოკიდებული ეს ბგერები
რომელ ხალხებსაც აქვთ განსაკუთრებული მიდრეკილება საკუთარი ინდივიდუალიზმისკენ, ესე იგი, აი ძალიან ხშირად ისინი სიტყვა მეს გამოხატავენ ითი. და ეს ძირითადად დამახასიათებელია ევროპული ხალხებისთვის, ხო? დაუშვათ გერმანულად, ინგლისურად, რუსულად, იტალიურად, ყველგან ich, აი, იო, იტალიურად და ასე შემდეგ. და სხვა ხალხებს. ეს არის განწყობილება იმისი, რომ საკუთარი ის თვით დამკვიდრება, ასე ხო, რაც ღერძივით. ხო, აი, ჩემს საკუთარი გამოხატულება. ეხლა თვითონ ასტროლოგიურადაც რო ავიღოთ დაუშვათ, დაკავშირებულია ვენერასთან და ვენერა არის უფრო გრძნობების პლანეტა, ხო, გრძნობების მფარველი. დაუშვათ, მერკურთან არის დაკავშირებული, ანუ უფრო ესეთი ინტელექტების ინტელექტიც ითი. ხო, ყველაფერს ასე ვთქვათ ინტელექტი. აი ეს ნებისმიერ სიტყვა რო ავიღოთ, ჩვენ დავინახავთ როგორ დომინირებენ ეს სიტყვები. ეხლა რო ავიღოთ მაგალითად, აი ბოდიში ამინში რომელი არის დომინანტი? ორივე. აც და ი, ხო? მ და ი ყველა დომინანტი. ეს იმდენად შეყურსული სიტყვა რო აქ არ შეიძლება რამე შემთხვევით მოხდეს. ამინ. და აუმსაც რაღაცა ეხმიანება ხო აი ეს ნიშნავს ამ შემთხვევაში სტრუქტურა გეგონებას გავსრულონი ორივეში. აც იმს და ის ამის რა თქმა უნდა. აი ეს ის ფორმულები რომლებიც აქ რამდენად მეტი სიტყვაა, გერები არ ხდება რასაკვირველს, ხო? ეხლა ის შემდეგი სიტყვა რო ავიღოთ ეს როგორ ძალიან დიამეტრულად განსხვავდება ორივესგან. ესე იგი, ეს არის განცდა, რომელთაც ადამიანი უპირისპირდება გარემოს. ესე იგი, აი თვითონ მასე რაღაცა მოქმედებს და ის დაუპირისპირდება. აჩერებს. განეყო, ესე იგი, აი რაღაცა მხარი გაკრა ვიღაცამ და ეუბნები, ხო? ან ვიღაცა მოდის და აჩერებ თითქოს. ესე იგი, რაღაცა მოხდა და შენ უპირისპირდები, აჩერებ თითქოს, ხო? და ესე იგი, ამით შენ რას შვები? შენ თავს გამოყოფ იმისგან. შენ სხვა ხარ, მე სხვა ვარ. და ამ შემთხვევაში აი ეს ბგერის ეს მნიშვნელობა ქართულ აი მეს გაგებაში სწორედ ეს დომინირებს, ესე იგი მე. ეს მე ვარ. შენ მე არ ხარ. შენ მე. ქართული ენაში მაგალითად რა. და ასევე არის უამრავ ენაში, ხო, მაგალითად მოიყვანს აშორს წავად და ესე იგი ეხლა დაუშვათ ეხლა აი კიდე რას გამოხატავს ესე იგი გამოხატავს რაღაც მსუბუქშიშსაც გარკვეული თვალსაზრისით. რაღაცის წინაშე ჩერდები, რაღაცას ემიჯნები, ხო? ასევე ეხლა ბევრი ასპექტი აქვს, ხო? ეს აი რელიგიური განწყობილებით რას ნიშნავს, ესე იგი ეს ნიშნავს გარკვეულ აი უფლისადმი მორიდებულ თაყვანისცემას. და აი ცნობილია რომ დელფოს ტაძარში ეწერა ფრონტონზე ვერცნების. და ეს მე ამის გვიხსნის პლუტარქე რომ ეს ნიშნავს ღმერთის მისალმებასო, რომ შენ რომ მოხვედი ტაძარში შედიხარ, ღმერთი გესალმება ამასოთიო და გეუბნება შენ ხარ, ამას ნიშნავს რა. ისევ იგივე შენ ხარ, ესე იგი შენ ესე იგი რა, ხო არის მე ვარ რომელი ვარ დაუშვათ. ხო. დაახლოებით იგივე გაგება, იმისა რომ ღმერთი გეუბნება რომ შემოდიხარ, ეს გესალმება როგორც შენ პიროვნებას გესალმება. ხო, იმისგან განსხვავებით რომ მე ვარ, ამისგან არის ის გეუბნება შენ ხარ. ღმერთი, ხო, ეს არის ღმერთის მოსალმებაო ფაქტობრივად, როცა ვინც დელფოს ტაძარში შედისო. ეს პლუტარქი ასე გვიხსნის და ძალიან ხშირად დაკავშირებულია რიცხვ 5-თან და ძალიან ხშირად ბევრ ამბანში ეს მეხუთე ადგილზე დგას, მათ შორის ქართულში. და ასტროლოგიურად რა პლანეტასთან ასტროლოგიურად ეს არის მარსი. სწორედ დაპირისპირება, ხო, ამის ის არის მარსი. თითქოს ბრძოლა, დაპირისპირება, რა მოყოფა რაღაცა. იზოთ განწყობილებასაც სწორად გამოხატავს აი ამ პლანეტარულ განწყობილებას. ეხლა რა ვიღოთ შემდეგი, ნუ ქართული ხო? სუსხანაერი ბგერა. არის რაღაცა აი შინაგანი გამყარება, აი გამაშეშებელი ძალა რაღაცა აი ეხლა რელიგიურად რო ვთქვათ რა, ესე იგი, აი მთელი სამყაროს განცდა, რაღაც აი სიჩუმე, დუმილი, ქართული სიტყვა ძალიან ზუსტად გამოხატავს ამას, აი დუმილი, სამყარო, ჩემ გარშემო მთელი სამყაროა და სიჩუმეა, დუმილია, უფალი და უფლითა მოცული. აი ამ სიტყვებში ამათ შემოაქვს უბრალოდ შინაარსები. იგივე დაუშვათ აი ისეთ წმინდა სიტყვაში როგორც არის ინდური აუმ ესე იგი აქ როგორ არის ა ნიშნავს წარსულს ამ შემთხვევაში აწყოს და მომავალს და ამ შემთხვევაში ნიშნავს აი ჩემ გარშემო არსებული მარადიულობა სამყარო აი ამ გაგებითა რომელიც არსებობს დღეს აწყოში ჩემს გარშემო აი ამ განცდას და ის დაკავშირებულია სატურნთან სატურნიც ესეთი პლანეტაა შემდეგი მეხუთე ეს არის აი ძალიან განსხვავდება ესგან ეხო არის რომ მე რაღაცას გამოვეყოფი და პირიქით ესე იგი მე თითქოს მინდა მოვიცვა მთელი სამყარო აი რაღაცნაირად შეუერთდე მთელ სამყაროს რა იუპიტერი ხო არა მაგის პლანეტა იუპიტერიც თანაც აი ყოველთვის ფორმაშიც აი რაღაცა მრგვალთან არის დაკავშირებული აი ყველაფერი რო გინდა თითქოს მოიცვა შენ რა და აი მოდ კოსმოსი ხო ორი ამაში კოსმოსი
ესე აი კოსმოსის გაგება პირდაპირ ეს და საოცრად. ქართულშიც გეგონება ვიღაცას რო ეგევით, ვინბო და აი რაღაც ახლა ეგებები, ხო, აფართოებ რო ჩაეხუტო შემდეგ ან ხო. თითქოს რაღაც წრე აი სიმაში კიდე. და ახლა მაგათ 20 გარკვეულად მსუბუქად წარმოთქმული გარკვეულ გაოცებას გამოხატავს, მაგრამ არა ისეც როგორც რაღაც თვითონ სასიხარულო გაოცებაა და არა. პირიქით რო შეიძლება არ ელოდი და გაუცდი. ხო? ეს სხვანაირი ემოციას გამოხატავს, ხო? ესე იგი, ამის გარდა ახლა ჩვენთან ქართულში არ არის დიფტონგები, ხო? ორი ბგერა და უშუალოდ სადაც არის, ესე იგი, აუ ნიშნავს მზეს და მთვარეს ეი. ესე იგი, მთვარე და მზე ერთი ბგერით არ გამოიხატება ხმოვნის თვალსაზრისით რა და ამიტომ ქართულში ეს პირდაპირ ესეთი არ აქვს, მაგრამ ესეთი წვრილით გამოიხატება. ესე იგი, როგორც თქვით, ესე იგი, თანხმოვნები აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს ყველაფერი შინაგანი ემოცია იყო, რაც ახლა ვისაუბრეთ, ხო? თანხმოვნები არა. თანხმოვნები პირიქით, რა თქმა უნდა, თანხმოვანი შინაგანად გამოიტკმის, ახლა გარეთ ხო არ არის თანხმოვანი, მაგრამ რაღაცა გარეთ ხდება, რაღაცას გარეთ ხდება და როგორც აღვიქვავ ჩემ შიგნით, აი ასე იმას შვები მე გამოხატავ ამ ბგერას. ახლა რო ავიღოთ მაგალითად და ესენი უკვე დაკავშირებულიან არა პლანეტებთან, არამედ ზოდიაქოსთან. ახლა რო ავიღოთ მაგალითად პირველი ასოს S. ესე იგი, S-ს მონათესავე არის Z. ესენი ძალიან ახლო არიან ერთმანეთთან. S, Z და ასევე ამათთან შედარებით ახლოა Š და Ž. ჯგუფის თვალსაზრისით. ფონეტიკურადაც S და Z ერთი ფონეტიკურად ამონათესავებელია. ხო და ეს არის მორიელის ზოდიაქო, ხრიანკალის ზოდიაქო და რას გამოხატავს, ესე იგი, ეს არის გამოხატავს რაღაცა ძალაც, რომელიც აი ძალიან ძლავრად აღწევს ადამიანში და შიგნით დამამშვიდებლად მოქმედებს. აი მაგალითად რაღაცა ბავშვი რო აფორიაქებულია და ეტყვის ან ბავშვები ამაურობენ და შევსად. ხო, ოშოც რო საუბრობდა ხშირად სებს გამოყოფდა ხოლმე. ცოტა განსხვავებული. ხო და ეხლა რაც შეიძლება რომ ქვეყანაში და რაინდას შეიძლება ადამიანი თქვას და ბავშვებიც ხმაურობენ. ნებისმიერი ხო? ერთ-ერთი ძალა აქ ამ ბგერას და ამაში რაღაცა თითქოს ცოტა შიშიც არის. იმასაც იყენებენ ხოლმე ბავშვები რომ დააძინონ მუსიკაში ეგეთი არის თეთრი შიშინი ქვია. მაგას ურთავენ ფონად რომ აი შუეგარო მშვიდებიან მე. ეს საოცარ დიდი ძალა აქვს დამოუკიდებელი. ეს განსხვავებული შეცდომა ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ განსხვავებული. ესე იგი ეს რაღაცა ესე ის აქ ძალა, ესე იგი რომ ადამიანში რაღაცა აწონასწორებს რაღაც ქვედა და ზედა პროცესებს, ასე ვთქვათ, ქვენა რაღაც აფორიაქებული და მაღალ ესე ქვენა ადამიანს და ზედა ადამიანს აწონასწორებს თითქოს, ხო? აი რაღაცა სიმპათიისა და ანტიპათიის ძალებს აწონასწორებს, ხო? და რაღაცას ახშობს ამას თითქოს, ხო? ესე იგი ეს რა თქმა უნდა დიდი ხანია შემჩნეული იყო პირველ ამბანებშიც ეს ყველგან გამოხატულია და ყველა სიმბოლიკაში რაც ძველად შეიქმნა, აი განსაკუთრებით ძალიან კარგად ჩანს ის მერკურის კვერთხში. ესე მერკურის კვერთხი რა არის რაღაცა ვერტიკალური ხაზი და მის გარშემო ორი გველი, ხო? ესე იგი ეს გველები ვერტიკალურ მდგომარეობაში არიან. ეს ხო არ არის ბუნებრივი მდგომარეობა. ცხადია, ხო? ეს არის ძალა, რომელიც გველს ვერტიკალურად აღამაღლებს, ხო? და ასოს უკავშირებენ მაგას, ხო? კი, ესე იგი, აი ეს ამას გამო, ესე იგი, გველი ხო მიწაზე უნდა ხოხავდეს. ანუ ეს ქვენას უნდა გამოხატავდეს და როცა ვერტიკალურად ამაღლდება გველი, ეს უკვე შენ ქვენა ზენამ დაიმორჩილა ქვენა, ანუ რაღაცა ძალა, რომელსაც გვენი ვერტიკალურად აღამაღლა, ხო? ასევე ეს იდეა ასევე მოცემული არის ბიბლიაშიც მაგალითად, როცა ქორების მთაზე გამოეცხადა მოსეს უფალი და გზავნის ასე თავის მისის შესრულებად უფალი ხვეუბნება მოსე რომ მე როგორ უნდა გავაკეთო და მას უჭირავს კვერთხი და ღმერთმა უთხრა რომ აბა დააგდე დაბლა და გველად გადაიქცა. ეხლა მოკიდე ხელი და ამაღლა და კვერთხად გადაიქცა. ესე იგი მოსეს მიენიჭა ესე ვთქვათ უნარი და ეს ებრაელები თვლიან რომ ეს მათი ერის ერთ-ერთი მისია ცენტრალური რაც მოსეს მისია რომ მან გველი ამაღლოს კვერთხად. ანუ ვერტიკალურ მდგომარეობაში თუ გადაიყვან გველს ეს იქნება უკვე კვერთხი. ეხლა მატერიაზე მანიპულაცია. ხო, ესე იგი შენ აი ადამიანის მეს შეუულია თავისი ქვენა ბუნება რაღაცა, ნუ რაღაც ნებები, სექსუალური და რაღაცები. ხო, გარდაქმნას ანუ ენერგია აუშვას ზემოთ რაც არის. ის არაცნობიერი რაც ცხოვრობს შენში, ცხოველური. ის არის ის შეიძლება გამოხატო როგორც მიწაზე მხოხავი გველი. და როცა გველი უკვე შენ რაღაცა ძალა მაღლა. ამიტომ S გველს კი არ ნიშნავს. S ბგერა გამოხატავს ძალას, რომელიც გველს ვერტიკალურად აღამაღლებს. ხო, შეიძლება სიბრძნე სოფიაც აი არის მაგათ. ხო და ეხლა ჩვენ თუ დავაკვირდებით ესე იგი როცა შეიქმნა პირველი ამბანები, აი მაგალითად პუნური, ფინიკიური,
ქანაანური, იბერიულ-ძველიბერიული, ბერძნული, ფრიგიული, ყველა ასო იხატებოდა გველი, აი ესე კლაკნილი გველი და ვერტიკალური ხაზი. ყველა აბსოლუტურად ესე გველი და ვერტიკალური ხაზი. ანუ ხაზგასმული იყო, რომ გველი ვერტიკალურად არის, ხო? როცა შემდეგ შეიქმნა ლათინური, ესეც გველია. ბუნებრივია, ხო? და ამას შეხედეთ ქართული რა, ესეც გველია. ჩვენ როცა ასოს წერთ, ყოველთვის ხატავთ გველს. გველს არა მიწაზე მოხავს, არამედ ვერტიკალურად. ხომ ჩვენ თითქოს აი იმ ღერძის და აი ამ გველის კლაკნელის გაერთიანება არის, რომ თან ღერძია სწორი და თან ბოლში კუდი აქვს. კუდი აქვს, ხო? ესეც გველია, ყველა გველი. ესე იგი ის კლაკნელი ლათინურიც გველია და მანამდე უბრალოდ გველი ეხატა და ვერტიკალურ ხაზზე იჯდა თითქოს ყველა ძველი ამბანები რო ავიღოთ, ხო? ესე იგი, თანაც როგორ აიცით, რომ ხო ჩვენ სამი ამბანი გვაქვს, ხუცური, მხედრული, ასომთავრული და ერთადერთი ასოა ს, რომელიც არც ერთ ამბანში არ შეცვლილია, სამივეში ერთადერთი სახე აქვს. სამივეში ეს არის ერთადერთი და სამივეში ის გამოხატავს ვერტიკალურად ამაღლებულ გველს. მაგრამ როგორც თქვი, ესე იგი გველს კი არ ნიშნავს, ნიშნავს ძალას, რომელიც გველს ვერტიკალურად ამაღლებს, ხო? და თუ ავიღებთ დაუშვათ იმ გველთან დაკავშირებულ რაღაც იმას, ყველანი სთი გამოიხატება, მაგრამ ეგ ხშირად ხმაბაძვით აი სისინი, სრიალი დაუშვათ, ხო? ნესტარი, ყველგან არის ესე იგი ფუძეში ს ბგერა. ეხლა ფონეტიკურად მსგავსია ზ, მაგრამ განსხვავებულია მაინც. ყველა ბგერას მაინც თავის ნიუანსი აქვს. აი ზ-ში შემოტანილი რაღაცა საზეიმო განწყობილება უფრო მეტად, ვიდრე ს-ში ასეთი რამე არ არის. ს-ში რაღაც ერთგვარი შიშიც ყია. ხო, ცოტა მისტიკა არის ს-ში, ხო. ზ-ში აი მაგ სიტყვა ზეიმი. აი ამ შემთხვევაში ზ და თავისი ფორმით ისიც ასომთავრულში იგივე ს-ა და ბოლოში ფეხი აქვს პატარა. ესე მაინც ერთ-ეგეოს იმეორებს და კარგად ჩანს, რომ ქართულში ეს ახლოა, მონათესავია, მაგრამ რაღაც ნიუანსური განსხვავება მაინც არის ზ-სა და ს-ის შორის. შ უფრო განსხვავებული შ რა არის ის, რომ რაღაცა როგორც თითქოს რაღაცა ჩაგვიქროლა და მიდის. აი თითქოს შიშინებს რაღაც, აი თითქოს რაღაც წავიდა. და ამასაც გარკვეულად ეს ძალა გააჩნია, ესე იგი ხო? როცა რაღაცას დამამშვიდებელი, დამაწნარებელი ესეც არის. რაღაცნაირად. აი თითქოს რაღაცა უბერავსო ქარში. და შიში რატო არის? აი ნახეთ, შიშინი, ხო, შიში თავისთავად ამას ახლავს, კი, აუცილებლად აი ამ ცნობას. აი შიშინი, შრიალი, შარიშური, შხუილი, ესე ყველა ამ სიტყვებში ეს მნიშვნელობა ჩანს. ეხლა რომ ავიღოთ მაგალითად ზოდიაქოების განაწილება ასევე მოცემულია ხო ადამიანის სხეულებრივის მიხედვით, ხო, დაუშვათ ეს თევზი, დაუშვათ ზეოთ ვერძი და აი ეს მორიელის ზოდიაქო დაკავშირებულია სექსუალურ ნაწილთან, ხო? და ამიტომაც ეს სიტყვა სექსშიც ს დომინირებს, ხო? იმიტომ რომ და თანაც როგორ აიცით რომ ყველა 12 ზოდიაქო თითო-თითო ნიშნით გამოირჩევა და ერთადერთია ესე იგი აი ეს მორიელი, რომელიც ერთდროულად მორიელიც არის და თან არწივიც არის. ორია და ამიტომაც აი ამ ბგერაშიც ეს ორმაგი ბუნება ყოველთვის ჩანს. აი ასე ამხომ თითქოს ის ყრივის დაშლის ტენდენციაც გააჩნია და მაფორმირებელი ძალაც რა აი სიტყვებს თუ განვიხილავთ ბევრად დავინახავთ ორმაგ ბუნებას. აი თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება როგორც მორიელი, რომელიც ყველაზე უფრო შხამიანია, გამომშრალია, მიწაში დაცოცავს და არწივი, რომელიც საშიში დაფრინავს. აი ეს ასტროლოგიური მომენტიც კი გათვალისწინებულია ბგერის გადმოცემაში. ეხლა აი წაღარ ვთქვი რომ კაბალაში ძალიან კარგად არის გადმოცემული. აი რა საინტერესოდ არის მოყოლილი და როგორ მაგალითს მოგიყვანთ როგორ ყვება აი ეს კაბალა აი ამ ბგერებზე. ასეთ ისტორიას ყვება ასე ვთქვათ რომ სამყარო უნდა შექმნას ღმერთმა, ჯერ არ არის შექმნილი, მაგრამ არსებობენ ბგერები და ასოები. და ეს 22 ასოა, ებრაული ასო ცხადია, ებრაული ამბანი, რო წარმოვიდგინოთ და ისინი დალაგებული არიან პირველი ალეფით იწყება და ტაუთი მთავრდება ბოლოში თავ და პირველად ესე იგი მივიდა ღმერთთან ბოლოდან თანმიმდევრობით მივიდნენ. და ეს თავ ესე იგი არის როცა მივიდა ესე თავით მივიდა და ღმერთი ყველას ესაუბრება და ყველა უხსნის ესე იგი ღმერთს რატო ფიქრობს რომ სამყარო ამ ბგერით უნდა შეიქმნას ამასოთი. და ღმერთი ყველას ესაუბრება და უხსნის რატო არ უნდა შეიქმნას. ხო. და ბოლოს ბ-ასოთი ქმნის. და ეს ბოლოდან იწყება და ხო წინ არის რა და ჩამოდიან აქამდე და აი როცა მივიდა მასთან სადღაც შუაშია ის მივიდა და როგორ უხსნის ესე იგი რომ ჩემში არისო სიტყვა მე ვქმნიო ისეთ სიტყვას რაც ებრაულად ნიშნავს დახმარება მათთვის ვინც ეცემა. რა ეს სიტყვა ესე სმიქა რაღაც ესე გამოითქმის ახლა ზუსტად არ ვიცი ებრაულად ეს სმიქა რაღაც ესე გამოითქმის ებრაულად და სთი იწყება და ეს ეს არგუმენტი მოყავს ასოს რომ სამყარო ჩემით უნდა შეიქმნას, კაცო, მე ვეხმარები ყველას ვინც ეცემაო და
ესე უბნება რომ აი სწორედ ამიტომაც მე შენთვის შენით არ შევქმნი სამყაროს ღმერთი ეუბნება იმიტომ რომ შენ ხარ სწორედ ის დახმარებაო და შენში საყრდენს დაკარგავენ ისინი მე რომ სამყარო შექმნა ვინც ახლა ეცემიანო ისინი ხო შენ გეყრდნობიან როგორ შეიძლება ახლა ეს გამოვაცალო და სამყარო შექმნა ამითიო და ნუ ხმა აღარ მოიგო და წავიდა მაგრამ ბთი შექმნა ხო ბოლოს ბთი შექმნა და რატო მაგისი რამე ახსნა არის ხო აი კი თუ მივედით კი ხო და ეხლა ჩვენ ეს ს და მისი მომენტისავე ზ ესე იგი თუ დავინახავთ ესე იგი ძალიან ბევრ სიტყვა შენ ქართულში როგორ მოვიდეთ და უშუალოდ ეს განწყობა რომ რაღაცა ს რასაც ეყრდნობიან ვიღაცა ეყრდნობა ამ სს და ეს საყრდენია ვიღაცისთვის რა და ჩვენ ხო თქვით რომ ესე იგი აი რაღაცა რომ ესე იგი რაღაცა მიწაზე ხო ხავს და ამან და ამაღლოს ხო აი ეგეთი სიტყვა არის ქართულში სარი სარი რა არის ესე იგი თუნდაც ვაზი რო ავიღოთ ხო ვაზი რო გაუშვა ხელი მიწაზე განერტყმება და სარს რო დაარჭვა შეგვიძლია ვაზი ვერტიკალურად ამაღლო ხო როგორც ეს გვერის ფორმით რო წარმოვიდგინოთ ესე იგი ამიტომ ეს სიტყვა სარში საოცარი სიზუსტით არის ამ ბგერის ეს მნიშვნელობა სარშეულია რაღაცა მიწაზე გართმის ტენდენცია ეს ლობიო იქნება თუ რა იქნება დაიჭიროს ვერტიკალურად ამაღლოს აი ეს არის ზუსტად როგორც დაუშვათ მერკურის კვერთხი ხო და ძალიან ხშირად ეს მხოლოდ ფიზიკური კი არ უნდა გავიგოთ აი მაგალითად რას შეუძლია რომ ვერტიკალური ის გამოიწვიოს ასე ვთქვათ ამაღლება ხო და ის გლობალში ესეთი არის მზე დაუშვათ ხო აი ამ შემთხვევაში ზ-ასოს ზ-ს ერთი ჯგუფია აი მაგალითად იგივე ზურგი ადამიანის რაც ვერტიკალურად ქმნის საყრდენს ხო და აი ეს მზესაც შეუძლია ასე თქვი ეს ძალა წარმოქმნას მზე არის ძალა რომელიც სცენარის ქვევიდან ზევით ზდის ხო ანუ ეს ბუნების საწინააღმდეგოა ყველაფერი სიმძიმის ძალას ექვემდებარება და მზის ზემოქმედებით ყველაფერი ზევით მოყავს და ეხლა ჩვენ რო ავიღოთ დაუშვათ აი ს და ზ ორი ამის გამო ქართულად ზ ამ შემთხვევაში მაგრამ უმრავლეს ენებში არის ს ხო ინგლისურად რუსულად სვანსე და ასე აი რო ავიღოთ ეს ქართულში მეგრულში სვანუში ჟ იქ და ერთ იგივე ჯგუფისა აი რუსული ლათინური ინგლისური გერმანული არაბული ინდონეზიური სუაჰილი ჰინდი ნეპალური ებრაული შუმერული ხეთური ესპანური, ესკიმოსური, შვედური, დანიური, ისლანდიური, იტალია, პორტუგალია, ფრანგული, ჰინდი, ნეპალი, მარათი და სხვა. თითქმის ყველა ენა მსოფლიოში, ყველგან ვინ შექმნა მზის ცნება, ყველამ შექმნა ს-ასოზე დააფუძნა. ან ზ. უმრავლესობამ ს. ეხლა თავისთავად ეხლა ესეთი კითხვა ისმის, ხო, ეს გაცდა ხო ყველას აქ მზის და ხო მაშინ ყველას უნდა შეექმნა ერთ და იგივე სიტყვები ამ მსგავსი ხო. ნამდვილად ძალიან ერთსულოვნება არსებობს, მაგრამ ესეთ რამე აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება, რომ სიტყვის შექმნა შემოქმედებითი პროცესია მაინც და რა გაგებით არის აი დაუშვათ. მზეს მარტო ერთი ნიშანი ხო არ აქვს, მარტო მცენარეს ხო არ ამაღლებს არა. მზე ამავე დროს ათბობს, ანათებს, სიცოცხლე აჭყნობს კიდევაც. და ახლა თუ გადავართ მითოლოგიაში, ის რაღაცა მზიური გმირია, რომელიც დრაკონს კლავს და ასე შემდეგ, კიდე სადღაც. ხო, ძალიან ბევრი ის. ამიტომაც რომელ ხალხშიც რომელი განწყობილება უფრო დომინანტური, იმ ბგერების მიხედვით ხმას, იმიტომ რომ შეიძლება აიღო და ყველაფერი ერთ სიტყვაში ჩატენო. ხო, მესმის. ესე იგი და ამიტომაც როცა სხვადასხვა თითქოს უცნაურია, ხო, რატო ქმნიან სხვადასხვა ხალხების სხვადასხვა სიტყვებს? იმიტომ ქმნიან რომ აი ამაში თუ რომელი ბგერები გამოიყენა ამის იქიდან ჩანს სწორედ აი ფსიქიკური განწყობილება აი ამ ხალხის. ხო. და რა თქმა უნდა მიმართულებით ყველა ხალხის ესეთი ფსიქიკის კვლევა შეიძლება. ესე იგი ეს შემოქმედებითი პროცესი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ აი თუნდაც რომ ადამიანმა დავიდაუშვათ რაღაცა ხე დგას და ყვავილობს ხო მოვიდნენ მხატვრები და ხატავენ ერთ იგივეს ხატავენ მე ყველა სხვა რამეს დახატავს ხო არ შეიძლება ერთმანეთს დაემთხოს ფოტოს ხო არ უღებენ და აი იმაში უკვე ჩანს იმისი ინდივიდუალობა ჩანს ასევია როცა რომელიმე სიტყვას ქმნის ესა თუ ის ერი ხო თავისი ფსიქიკური განწყობიდან ხა დაუშვათ კაცი თუ უდაბნოში ცხოვრობს, იმისი განწყობა მზის მიმართ სულ სხვა. ახლა ჩtildeოეთში რომ მზესწავლდება ისტორიაში ადამიანი იმისი სულ სხვა. და როგორ შეიძლება ერთ ეგრევე სიტყვა შექმნას და ფსიქიკური განწყობა? ბატონო ვთარ და ეგ კითხვა მქონდა ცოტა დასწყისე რომ აი ის ხალხი და ტომები რომლებიც უშუალოდ სულ მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობდნენ და სიტყვაზე არ მოუწიათ აი ადრე ხო იყო რომ ზოგი რაღაც თა მოვიდა შემდეგ ოკეანიდან ზოგი პირიქით წყლის ქვეშ ჩავიდა მათ შეიძლება უფრო შენარჩუნებული კონდეთ ხო ის ანტიკური სული ენების ვიდრე სხვა სადაც მეტი მიმოცვლა იყო ხალხის და ერების ხო თუ რომ კი რა თქმა უნდა ესე იგი ძველი ენები უფრო ახლოა რა თქმა უნდა იმ განწყობასთან მაგალითად ძალიან დიდი ხნის წინ მახსოვს რომ ერთხელ ჯუნგლებში სადაც ლაოსთან ჯუნგლებში ცხოვრობდა რაღაცა ძალიან აბორიგენული ტომი და ერთხელ ზამთარში ცოტა უჩვეულოდ აცივდა იქ
რაღაც ის განსაკუთრებული სიტუაციება იყო და მოსავალიც არ იყო დღეში, ისინი იკვებებოდნენ მხოლოდ ტყის ხილით და თაფლით და რაღაცეებით რა, რაც ტყეში მოიპოვება და ეს ხალხი აი იმ პერიოდში ისე რომ გამოვიდა გარეთ ტყიდან. და აი მეცნიერები მაშინ ეცდნენ და დაიწყეს კვლევა და აღმოჩნდა რომ ესე ისინი სიტყვებს თითით არ ლაპარაკობდნენ. ბგერებით ლაპარაკობდნენ დანაწევრებულად და არც ერთ სახელიც არ ქონდა. ეს იყო ძალიან ძველი ფენა, მეცნიერული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო, რომ ისინი უმარტივესი მხოლოდ იმ ბგერებს გამოხატავდნენ, რაც და ის ბგერები გამოხატავდა ასე რომ ძალიან მარცვლოვანი მეტყველება ქონდა და სახელამდეც არ იყვნენ მისულები. ესეთი რამები რა თქმა უნდა არსებობს. ეხლა ჩვენ რა ვიღოთ აი მეორე ბგერა ν. ხა მე რითი არის ეს პირდაპირ მოსდევს ეს თემა აი ამ ზოარში და აი ამ კაბალაში ესე იგი ნც მივიდა ღმერთთან, შემოქმედთან და უთხრა რომ ჩემით უნდა შექმნაო სამყარო და განაცხადა იმას ხო? იმიტომ რომ და ღმერთმა დაინახა თუ არა უთხრა არა წადივე. შენგან შენით არ შევქმნიო, დაბრუნდი შენ ადგილზე, რადგან შენთვის დაბრუნდა ეხლა სასო. წადი და იმას დაეყრდენიო, აუცილებლად, იმიტომ რომ შენ შედიხარ ის სიტყვაში, როგორიცაა ვარდნა. ესე იგი, ν არის ესე იგი აი ამ კაბალისტური შეხედულებით, რაც იწვევს ვარდნას. ეხლა ეს ვარდნასაც თავისი აქვს, ესე იგი რას ნიშნავს ესე იგი რომ ზოგადად ν არის ყველა ის განწყობილება, რაც არის ანტიპატიური ძალებთან რაც არის დაკავშირებული, უარყოფასთან, გამოყოფასთან. ესე იგი, ν ბგერა გამოხატავს განწყობას, რომ შენ რაღაცას გამოეყოფი. ესე იგი, შენ გარეთ არსებობს ყველაფრის გამოეყოფი. ხო, ინგლისურად no. ეს ყველა ენაში, ქართულადაც ხო, ყველაფერში, ყველა ენაში აბსოლუტურად. აქ სრული თანხმობა არსებობს სოფლიო ყველა ენებში, ესე თითქმის გამონაკლისი არსად არ არსებობს, ხო და. ეხლა რატო ვარდნა, ეხლა რატო უნდა იყოს, ესე იგი, მუდმივად ესე იგი ν ბგერის განწყობილება ნიშნავს დისტანცირებას რაღაცასთან, გამოყოფას. მაგრამ ეხლა თუ დავაკვირდებით ჩვენ ეს ანტიპატიის ძალები არის აუცილებელი ცნობიერების განვითარებისთვის. თუ ადამიანი დარჩება სამყაროსთან შერწყმული, ის ვერასოდეს ვერ შეიმეცნებს სამყაროს. და მხოლოდ მაშინ შეიმეცნებს სამყაროს, თუ მას გამოეყოფი და დაუპირისპირდები და შეიმეცნებ, ხო? ამიტომაც ადამიანი, რომელიც მთლიანად შერწყმულია სამყაროსთან და თავის თავს ვერაცნობიერებს დამოუკიდებელ არსებად, ეს პირიქით არანორმალურია დღეს და პათოლოგიურია. და სწორედ ეს ადამიანია ნორმალური, რომელიც სამყაროს თავის თავს განიცდის როგორც დამოუკიდებელს, ანუ გამოყოფილს. მეცნობიერება ვერ ჩამოყალიბდება, რა თქმა უნდა და ეს გონი, აი ნებისმიერ სიტყვას ვამბობთ, ხო ყველაფერში გონი, ცნობიერება, სინამდვილეში ვამბობთ ჩვენ ცნობიერება, გონი, ხო? ხო და აი ეს გამოყოფა არის სწორედ აუცილებელი, მაგრამ მეორე მხრივ ეს გამოყოფა და ინტელექტუალური შემეცნება, ეს არის სულიერი დაცემა, ხო? ის ოქროს საუკუნე დაიწყება, შენ გამოეყავი და აი ამ დაცემაზე საუბრობს ამ შემთხვევაში კაბალა, რომ შენ ეცემი ახლა და სს დაეყრდენიო. ხო? ეხლა წარმოვიდგინოთ, ესე იგი, ხერხემალი ხო სთი და ზთი გამოიხატება და თავი კიდე ნთი. თავი ეს არის ინტელექტუალური ცნობიერება და ეყრდნობა ხერხემალს, ხო? ესე იგი წარმოვიდგინოთ და სქემა ანატომია უკვე ჩვეულებრივი. ხო, ასე გამოყოფილი. ხო და ეხლა აი მაგათ ესე იგი ჩვენ თუ დავინახავთ რომელიმე სიტყვაში ბგერებს და ერთმანეთის გვერდით არა ესე საერთოდ ესე კი არ უნდა გავშვი ეს ამაშნებს ეს ამას და მოდი ახლა შევკრიბოთ ესე არ არის მაგრამ აი ქართულში არის სიტყვა ძალიან კარგი ხსნა სადაც არის ხ ს ν და აი ს და ν ერთმანეთის გვერდზეა აი როგორ აი ამ შინაარს რაც კაბალაშია მოცემული ეს სიტყვა ძალიან ზუსტად გამოხატავს ესე იგი რომ ს და ν ერთად არიან და თითქოს ν ეყრდნობა ს-ს და ეს არის ხსნა კაცობრიობის გადარჩენა იმისი და იმ დაცემისგან რასაც იწვევს ν და აი მის გვერდით რო არის ს ამ შემთხვევაში თითქოს აწონასწორებს აი ამ დაცემის პროცესს ასეთი სნეული არა უამრავ სიტყვაში არა ეხლა ერთი რამის უნდა მივახსოვოთ მე წავედი რატოღაც სულზე ზოგჯერ ესე იგი ერთი რო მეორეს ემატება პირიქით იმას ან ასუსტებს ან აძლიერებს მის მნიშვნელობას ან საერთოდ უარყოფს ეხლა რადგან ანტიპატიის და ნეგატივის გამოხატულება ყოველთვის იმაგ ქართულში ნუ წახვალ ნუ გააკეთებ ნუ იტყვი ხო დაუშვათ აი მაგალითად არის ნა მეფარი ნა ქალაქარი ნა წარსული უკვე ესე უკვე ნამყოფია და აღარა ესე იგი ისე უარყოფაა ხო ან კიდე როცა ვამბობთ ვაშლი ან მსხალი ესე იგი ერთი უარყოფს მეორეს ესე ისე უარყოფაა ამ შემთხვევაში ესე იგი ყველა აბსოლუტურად დომინირებს და ნებისმიერ ენაში ხარ ვიყოთ რუსულში, ბერძნულში, ლათინურში და ნებისმიერში ყველგან სწორედ ν გამოხატავს არას. Нет, no. Nicht. Nein. ყველა აბსოლუტურად ყველაში და თან ბევრ ვერსიაში რა არა. მაგრამ ჩინელებს აქვს ძალიან საყვარლად. ჩინურად არა არის პუ. როგორ? პუ. მართლა. ესე იგი, ეს არის ν ბგერა. აი ხა რაღაცა ის მომივიდა თავში. ანუ აი
ნაყოფში ან თან ნ არის, თან ყოფაც, ანუ უკვე იყო თითქოს რაღაც უარყოფითი ისაა, მაგრამ თან რაღაცა ნაყოფი რას ვა კაი, მოდით სიტყვამდე რომ მივიღოთ, გავასწავლით მოვლენას. არა, ნაყოფი აუცილებლად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე იგი ასე პირამიდ კერნას შევკრიბოთ, ესე იგი, მაგრამ ხშირად ერთმანეთთან კომბინაციაში განვიხილოთ აუცილებლად. აი მაგათ ახლა რა ვიღოთ კიდევ ერთი ბგერა, ეს არის რ. რ-შიც აბსოლუტურად მთელი მსოფლიოს ყველა ხალხები არიან სრულ თანხმობაში და ყველგან ერთად ნიშნავს რ. ესე ეს არის ასეთ თოли ბგერა რა წარმოიშობა ხორთან არის დაკავშირებული და ხარის ზოდიაკოსთან და აი ყოველგვარი რიტმი, ყოველგვარი რიტმული მოძრაობა, აი ჰაერი განსაკუთრებით ჰაერის ყოველგვარი აქედან ჰაერიდან იბადება ხო ბგერა და აი ყველა ამასთან დაკავშირებული რ, აი თვითონ ჰაერი მაგალითად ქართული რიტმი რ სუნთქვა რასაა დაკავშირებული და იმ მოძრაობას, აი ჰაერი, ქარი, ქროლვა, ბერვა, ფრიალი, რიტმი, თოლვა, ფარფატი, ფრენა, ფრთა, ფრინველი, მარაო, მორიგეობა, აი სულ რაც არის. წრეწირი, რადიუსი, დიამეტრი, ორბიტა, რკალი, რგოლი, ღერძი, ირგვლივ, ფარგალი თვითონ, ბრგვალი, ბრუნვა, ბძრიალი, ბორბალი, ბორჯღალი, რული, რავი, ტრიალი, ცირკულაცია, გორვა, გრეხა, როკვა, ყევა, ხევა, თრთოლვა, რავი, გრეხა და თვითონ აი ასომთავრულშიც გამოხატავს ასეთია ხო ბორჯღალი, ანუ ბრუნვა. აი რაც ბრუნავს, ყველაფერი შეუძლებელია რამე სიტყვა არსებობდეს ბრუნვასთან რიტმთან დაკავშირებული და რა არის. ქართულში კი არა მარტო, სოფლიოს ყველა ენაში. ესე იგი ეს ძალიან აუ ბატონო ერთი კითხვა შეიძლება უშუალოდ დამწერლობა ანუ პირველი ყოველთვის არის თქმა და მაგას ეყრდნობა უკვე იმ განცდა საიდან მოდის რას ასახავს უკვე როგორი არქიტექტურა აქვს თვითონ ასოს როცა ქმნიდნენ ასოებს რა თქმა უნდა იცოდა ეს ბგერები ძირითადად ძველ მე თან უკვე ეს თანამედროვე ენებში ეს უკვე სქემატური გახდა და უკვე გრაფიკული გახდა და ეს ცოტა რა თქმა უნდა ნელ-ნელა დაიკარგა ეს განცდა და პირველ ბგერებს ვინც ქმნიდა და ასოებად გარდაქმნიდა რა საკვირველია ახლა ეს სრულ შესაბამისობაში იყო აბსოლუტურად და იგივე რ დაუშვათ ქართულიც ბრუნვას ნიშნავს ხო ასომთავრულშიც და მხედრულშიც მაგრამ ახლა თან რაც უფრო აქეთ მოვდივართ უფრო და უფრო იკარგება ახლა არის აი შემდეგი ავიღოთ ისეთი ბგერა როგორიც არის ც ახლა ეს ძალიან განსაკუთრებული ბგერა ახლა მე უბრალოდ აი კლევის დროს ძალიან თვალში მომხვდა ეს ბგერა. ეს არის ბგერა, რომელიც ძალიან დომინანტურად ქართულ ენაშია შენარჩუნებული პირველადი მნიშვნელობით. და არც ერთი ენა სხვა არ შემხვედრია, სადაც ასეთ დონეზეა შენარჩუნებული. თუმცა სხვაგანაც არის ყველგან ცხადია, იმიტომ რომ ყველა ენაშია, მაგრამ აი ასეთი დომინანტურად, როგორც ქართულშია შენარჩუნებული, არსად არ შემხვედრია. ძალიან აღმატებულად. ეხლა რას ნიშნავს ბგერა? ნიშნავს სიმძიმის ძალის შემსუბუქება. ესე იგი, როცა ესე იგი ეს ანუ ნს შემსუბუქება, ხო, კაბალისტურად ეგრე გამოვა. ნ თუ ამძიმებდა და ხო, ნუ ფაციმ კი არ ამძიმებდა, ის ეცემოდა. დაცემა იყო და ამ შემთხვევაში ეს რა ნიშნავს? რა როცა მოცემულია რაღაცა გრავიტაციის დაძლევა, გამსუბუქება, რაღაცა, ხო? აი ამას ნიშნავს და ხო? და ყველაზე კარგად ეს ჩანს, აი წყალი მაგალითად რო ვიყოთ, ის ყოველთვის ზევიდან ქვევით მოდის და ცეცხლი ყოველთვის ქვევიდან ზევით. აი ცეცხლი ყოველთვის ამაზე უფრო გრავიტაციის შემსუბუქება რაშია, ხო? ქართულ ცეცხლში 2 ცეცხლი ფუძეში 2 ხო? ესე იგი, აი კიდევ ესეთი სიტყვა ცა. აი რა არის ცა, რაც მიწერი კი არ არის, ამის საპირისპიროა. აი როგორი ზუსტად ერთი ბგერაა, ხო? ერთი თანხმოვანია და ისიც. ყოველთვის თანხმოვნებს როცა ლაპარაკობ, ყოველ თანხმოვნებიდან გულისხმობ. ცა, ერთი სიტყვით, ესე იგი, პირდაპირ ეს განწყობილება მოცემული რაღაც მსუბუქი, არა მიწერი, ცა, სადაც არ არის. ასევე სათხდება აი დაუშვათ გრავიტაციის ძალების წონის შემსუბუქება, ცურვა. წყალში ადამიანი ტივტივებს, ხო, ცურავს. ესე იგი გრავიტაცია შემცირებულია. ასევე სადგცნობა აი მიწერის რაღაცა ცეკვა, მაგალითად. ადამიანი ამ დროს სულიად სხვა მოძრაობებს ასრულებს და არა თითქოს არ ექვემდებარება იმ მიწერი მას. ესე იგი რაღაცა სიმძიმისგან რომ შემსუბუქდეს, უნდა დაცარიელდეს, ხო, ცარიელი, მაგალითად, დაცლა, რაღაცა რომ გამოდის ცოცხიც კი ცოცხი, ანუ რომელიც გამოგვის და ან ცოცხი, ხო? აი მაგით ადამიანის არსებობს ეს რაღაც მძიმეს კაციაო რა მძიმეთი ქცევაო და მსუბუქად იქცევაო, ხო? და ეს მსუბუქი ქცევა რეებია მაგალითად ცერცეტა, ცანცარა, ცქვიტი, ცმუკვა, ანცი, ხო? სადაც ადამიანი თითქოს რაღაც გამსუბუქებულია თითქოს, ხო?
აი მაგათ ადამიანის ახლა რა ვიყოთ, აი სად არის ძალიან გამსუბუქებული ადამიანი ოცნებაში, ხო? ოცნება. რაღაც ვან წავიდა, ოცნებაში წავიდა. თან ოცნება, ანუ ცოტა აფართოებს და ცნება, ხო, უკვე სწავლობ ბატონო. აი არ ამიწერი, ლოცვა. ლოცვა, ხო? ესე იგი, ასევე ერთგვარ კარგავს აი მიოსა სიცილი. მაგალითად, სიცილში ადამიანი, ასე ვთქვათ, ძალიან შემსუბუქებულია ამ სიცილი. აი მაგალითად, რაღაცა მინდორი რო წარმოვიდგინოთ, რაღაც დამძიმებული ამ იმითი, ცელვა, ცელი, რომელიც ამსუბუქებს აი ამ თავისუფლებს ამ სიმძიმისგან თითქოს აი ამ გარემოს, ხო? ცვარი კი. ციმციმით ის არის. ძალიან ძელი ბებო. ეხლა ჩვენ რო ავიღოთ ძველი სიტყვები დავუშვათ, არა, აი კიდე სათხდება ეს, აი ბავშვი რო ცდილობს რომ სიმძიმის ძალები დაძლიოს, რას აკეთებს ამ დროს, სანამ ფეხს აიდგავს, ცოცავს. ცოცავს და ცდათ ფეხზე წამოდგომისა, ხო? და ესე ბრძოლა გრავიტაციის წინააღმდეგ, ესე იგი, მიცოცავს და წამოდგეს ბავშვი. აი, აქაც როგორ ზუსტად გამოგა, ესე იგი, აი რო უყურებ ბავშვს, რას ცდილობს? გრავიტაციის დაძლევას ცდილობს, ხო, და ცოცავს ამ დროს, ხო, ბავშვი. და აი მაგალითად რო ავიღოთ, აი ძალიან ახლა ძველი ქართულში განსაკუთრებით, რაც უფრო ძველი ენა, უფრო გამოხატავს შინაარსებს, ხო, და ახლა რომელიც ამ სიტყვებს აღარ ხმარობთ ახლა, მაგრამ აი სულხან საბას ლექსიკონი და რო ავიღოთ, ესეთი სიტყვა ცახე, რომელსაც ჩვენ ახლა არ ხმარობთ. ცახე. ეს რა არის? რამზი შუქის სახლად შედგეს, მასშინა იხილვების ვიდარცა მტვერი აღმავალი. აღმავალი მას მცირესა ეწოდებისო. ესე იგი, ხო გინახია მტვერი როთაში და მზის ხივი როა და რომ დაფრინავენ მტვრები. და მაგას ქვიეთ სახე? მაგას სიტყვა როა, მაგრამ ესე იგი თვითონ ცახე ესე იგი რა არის, რომელიც გრავიტაციას არ ემოშილება და დაფრინავს ცაში. სინამდვილეში ეს ხო მატერიალურია, კონტროლდება, მაგრამ დაფრინავს ესე იგი არა. აი ამას ეძახის სულხან საბა ცახეს. ასევე ასეთი ცეკუნა ამას აღარ ხმარობთ, ეს რა არის? ეს არის მწერი, რომელიც წყალზე ესეჯდება რომ არ იძირება. ცეკუნა? ესე ისევ გრავიტაცია არ გააჩნია, ხო და აი ქართული სიტყვა ძველი ქართული ცეკუნა. დაგუგლებული წყლები. კიდე რა არის ესე იგი, რაც გრავიტაციას არ ექვემდებარება, მცენარე. რომელიც და აღმოცენება, ცენება, ანუ ქვევიდან ზევით გრავიტაციის წინააღმდეგ მოძრაობა. ესე იგი, აქაც ძალიან ისე დომინირებს, ხო? ესე იგი, რამდენი რაც ჩამოთვალს იქ და აი ქართულ ენაში ეს არის საოცარი სიზუსტით გამოხატული და აი ძალიან ფართო, ძალიან დომინანტურად. და თუ სხვა ენებში ავიღებთ, რა თქმა უნდა, ტანიც დაუშვათ იგივე რუსულადაც არის, მაგრამ ასეთი მასშტაბურად, ესე იგი, სხვა ენებში ვერ ვიპოვით, ერე ხოცოს მე შევადარე, ასეთი სხვა ენებში ვერ აღმოაჩინე. და სამაგიეროდ სხვა განწყობილება სხვა ენებშია, რომლებიც შედარებით შესუსტებულია ქართულ ენაში. ესე იგი, ეს ისე კი არ არის ყველაფერი. და აი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო. აი, შეგიძლიათ ეგრე ვთქვათ. შესუსტებული ჩვენთან რა არის თუ ახსენებთ. მაგრამ რომელიმე მაგას აი მაგალითად დტ შედარებით სუსტად არის ჩვენთან და განსაკუთრებით ძლიერია ბევრი ისეთ ქვეყნებში და იმის რაღაცა ახსნათ შეიძლება რატო. კი ბატონო, როცა მანდდეს. ესე იგი, შემდეგი რო ავიღოთ ლ-ს განსაკუთრებული ბგერა, აი ლ დაკავშირებულია რასთან, იცით? აი რაც თითქოს და იშლება. აი რაღაც თითქოს თხევადია, აი წყალთან დაუშვათ. ლპობა, ლღვობა. ყველაფერი კი, რაც კი აი დემატერიალიზაცია ხდება, როგორი დემატერიალიზაცია, ცეცხლით დემატერიალიზაცია კი არა. აი, ნუ ცეცხლითაც აი დემატერიალიზაცია დაშლა ისიც ხდება დაუშვათ, არა, აი ყველაფერთან თითქოს დაკავშირებული. აი და რაღაცა ისეთი ბილი ფორმის შექმნა, პლასტიკა, სიტყვა ხო? პლასტიკა, წყალი დაუშვათ, ხო? განსაკუთრებით აი წყალთან დაკავშირებული კიდე რაც არის ადამიანში ხა წყალს ხო ძალიან დიდი ადგილი უკავია და აი წყალთან მაგალითად წყალი, ლიმფა, სისხლი, ცრემლი, ოფლი ყველგან ლ დომინირებს ესე იგი რაც კი ესეთია. და აი ძველი სიტყვები რო ავიღოთ ახლა მაგალითად ძველი ქართული რომელიც ესე რაც უფრო ძველს ვიღებთ მით უფრო ზუსტად არის ხო ბგერები. ხო უფრო ახლოს არის იმასთან. აი ლიანქარი არ ხმარობთ ახლა ეს არის დამზნარი თოვლის ნადენი. ლიანქარი, ლივლივი მაგალითად, ხო, ლივლივი, ლორწო დაუშვათ, ტობა, დასველებას ქვია, ტობა, ხო? ლღობა, ლხობა, ლბობა, სველი დაუშვათ, ხო? ოლე, დღეს აღარ ხმარობთ ოლეს, არის ჭანჭრობი, აი რაღაცა ჭაობში რო წყალია, რაღაცა იმას ქვია, ოლე ქვია ძველ ქართულად, რა. ასევე დაუშვათ მარტო ახლა წყალთან კი არ არის დაკავშირებული, როცა რაღაცა იშლება, ქრება,
დავშახავს მიცადღაც მიდის, აი მაგათად ლანდი. აი რაღაც ხედავთ და არც არის თითქოს რა. აი აჩრდილი დავუშვათ. გარდაცვალება. ხო. ხო ყველგან დავიჭერთ. არა, რა თქმა უნდა, ყველგან აი რაღაცა აი მატერიის დაშლა სადაც ხდება ესე და თვითონ დაშლაკიც არის ხო სიტყვა. აი პობა ღობა როგორც აი თვითონ ცეცხლში ხო ც არის თავარი, მაგრამ ლც არის ხედავთ ცეცხლი ხო, მაგრამ კიდე ლ არის. ესე იგი იმიტომ რომ დემატერიალიზაცია ხო ხდება ცეცხლით რაღაცას წვავს. ესე იგი ეს ნიუანსიც კი არის, ესე ვთქვათ იმაში. ზოგჯერ როცა 3-4 თანხმოვანია, რომელიღაც დომინანტურია, რომელიღაც არა, ბუნებრივია. ან ერთი რაღაცა მეორეს ანაძლიერებს, ან უარყოფს. ახლა ესე კი არ არის რომ ავიღოთ მარტო მნიშვნელობები და შევკრიბოთ. ასე არ არის ხალხი. სიცოცხლე გავს ძალიან ცეცხლს. კი, სიცოცხლე. თითქოს ერთი ფულზე აქვს თუ რაღაცნაირად. აი მაგალითად რაც კი ფართოვდება, იშლება. აი მაგალითად რო ავიღოთ ბოლოს არტი ლი, ისეთ რამებს ერთვის ქართულში, მაგალითად აი ყვავილი იშლება, ფოთოლი, რომელიც იშლება, თესლი, საიდანაც რაღაცა, მარცვალი. ესე თითქოს სასწაული. ხო, თითქოს ბოლოში სიყვარული. თითქოს ამ ფუძის სხვებია უფრო მნიშვნელოვანი წინ რომლებიც არის, შინაარს ისინი განსაზღვრავენ, მაგრამ აი ეს ბოლოს როგორც ცეცხლში დავუშვათ, ეს ბოლოს არტში, ესე იგი აი ტენდენციას აჩვენებს, აი დაშლის. აი მაგალითად რო ავიღოთ ისეთი ქართულში ისეთი სიტყვას ასწავლეთ ერთი თანხმოვანია ალი. ალი ხო ერთ-ერთი სწორედ ეს ფუნქცია გააჩნია. და ახლა ჩვენ შევადაროთ, ესე იგი, აი უცნაური, ასე ვთქვათ, ერთსულოვნება არსებობს ასე მსოფლიოს ყველა ენებში. აი ჩამოვთვლი რომელ ენებში არის ალი, მოკლედ სიტყვა და ყველგან ლ. ქართული, სვანული, კატალონიური, ბერძნული, არაბული, ლათინური, ინგლისური, გერმანული, ნეპალიური, ირლანდიური, ფინური, უნგრული, მალაიური, სუაჰილი, ზულუ, რუსული, ფრანგული, თურქული, ინდონეზიური, მონღოლური, უზბეკური, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ისლანდია, შვედური, დანიური, კორეული, ეგ რა არის ალი? ყველგან არის ალი, ცეცხლის ალი ლ-ებით გამოხატული. მაგალითად სომალიურში 2 ლ-ა, ol, ესე ქვია რა. ტაჯიკური, ალბანური, ესტონური, ლიტვიური, ლატვიური, აფრიკანსი, აზერბაიჯანული, ჰავაიური, ხეთური, აი ყველა ესე იგი თითქმის გამონაკლისებია როგორც რუსთან დაკავშირებით, თითქმის არ არსებობს გამონაკლისება. ამაზეც ყველა თან ხდება. ამაზე ესე იგი ეს ყველამ შექმნა, როცა შექმნა ეს სიტყვა, თითქმის ყველამ შეიტანა ეს და ამაზე აწყო პირდაპირ ფულზე, ხო? ასე შემთხვევით ხო არ შეიძლება ეს ხდებოდეს. ეს განცდა როცა აკადემიას ხო. ცეცხლი ისეთი რაღაცა რა ყველას აქვს იმის განცდა, ხო? და ამიტომაც ხო, ამიტომაც ყოველთვის ნავიღოთ ხოლმე ესეთი სიტყვები, რომლებიც არის ეს ფუნდამენტური სიტყვები რა. თავარი განწყობების გამოხატულება თორე უამრავი შედგენილი სიტყვა არსებობს ცხადია იმაში ასეთ რამები არ უნდა ვეძებოთ. ესე იგი ახლა ალბათ დავუშვათ შემდეგი ცეცხლი ქართულში არის ლითი რომ თავდება. სანსკრიტზე და რუსულადაც აგონ, აგნი. იქ უკვე სხვა რამეს ნიშნავს, აი გრიგის ამას. კი. ესე იგი როგორც გითხარით, ესე იგი რომ როგორც მზეზე დავუშვათ რა, მზე კიდევაც წვავს და კიდევაც აწყვავს. ესე იგი ნეგატიური და პოზიტიური შეიძლება განწყობა. კიდევაც კლავს, კიდევაც აჭკნობს, ხო? სიკვდილთან დაკავშირდა ამასთან. ესე იმიტომ და ამიტომ ყოველთვის უნდა გამოვიდეთ იმ ფსიქიკური წყობი და რომელიც იმერს გააჩნია, იმიტომ ყველას ხო არ და ამიტომ იქნება ხოლმე ხშირად სინონიმები. და რაც უფრო ენა მდიდარია, ბევრი სინონიმი აქვს. ერთი სინონიმი თუ ერთ განწყობას გამოხატავს, მეორე მეორეს. აი ბოლოში თუ მოვასწრებ შეიძლება რომელიმე ერთი სიტყვა განვიხილოთ. ესე იგი, მაშინ ამას თვითონ უფრო მოკლედ ვიტყვი, ესე იგი, აი მაგალითად մ ბგერა, ხო? ეს մ ყოველთვის ყველაფერში გამოხატავს აი მომავლის იმპულსებს, მომავლის განწყობილებას, მომავლის, კი, თითქოს რაღაც უცნობი მომავლისკენ რომ მიდის ადამიანი, რომ რაღაცისკენ რომ ესწრაფვის ადამიანი მომავლისკენ, უცნობისკენ, ის სადღაც მიდის, აი თითქოს ამოსუნთ, აი ესეთ განცდა აქვს, მს როცა ამოს, რომ ამოსუნთქვისას რაღაცა შინიდან გამოდის და ადამიანი ამას მიყვება, ესე განიცდებოდა ხოლმე ძველად м და ამიტომაც ასეთი მნიშვნელობით არის აი ამ წმინდა სიტყვაში აუმ რაც არის რომ ის გამოხატავს შეუცნობელ მომავალს საიდანაც ადამიანი ესწრაფვის და როცა ამ სიტყვას იმეორებს ადამიანი აუმ ამ მედიტაციაში ყოველთვის ეს ბგერა შემოაქვს აი ეს განწყობილება რაღაცისკენ სადღაცკენ მიდის მისდევს ადამიანი ხო აი თვითონ ქართულშიც დაუშვეს წინსართი მი მო მიდის მოდის მიაქვს ხო ყველგან აი რაღაცისკენ სწრაფა მალე რაღაცა რო ესწრაფის ადამიანი რაღაცა იყოს მალე მიზანი ცდელობა იმედი ხო რაღაცა რაც გაუგებარია და სურვილია ხო გზავრი მიმავალი ხო ყველა და აი სწორედ ეს მას აქვს ესეთი უნარი ერთგვარად შიგნით თითქოს გაწონასწორებისა ქვედა და ზედა ადამიანის თითქოს გაწონასწორების
აი მომრიგებელი უნარია და ამიტომ ძალიან ხშირად სიტყვაში როცა მონაწილეობს ის რაღაცა შეიძლება ორი სხვა თანხმოვანი იყოს და იმათი გამოწონასწორებელი მნიშვნელობა კონდეს და არა საკუთარი აქცენტრირებული ესე თქო. უფრო ესე ძალიან შემოქმედებითია ესე კი არა როდესაც ამაიღო და ბგერების მნიშვნელობა და რაღაცა აწყო ეს შემოქმედებითი პროცესი როგორც ხალხა დაუშვათ არა ქმნიან რაღაცა ნახატს და უყურებ რაღაცა აყვავილებულ ხეს ასე ხდება შეიძლება შეიძლება ქვეცნობიერად ვიღაცა კი არის და სიტყვის ესე კი არ ქმნიდა ქვეცნობიერად მაგრამ აი ეს ხალხი თავისი ფსიქიკური წყობინა და ცნობიერებიდან გამომდინარე სწორედ აი ასე გამოხატავს ხოლმე. ეხლა კიდევ ერთი კუთხით თავის როცა მუშაობდი ამაზე შევისწავლე ეს და ყველა ენაში ყველა ბგერას გააჩნია ხმარების სიხშირე პროცენტული სიხშირით იხმარება ენაში და აი მასე არის შესამჩნევი რომ თითქმის ორჯერ უფრო ხშირად იხმარება ენაში ვიდრე ქართულში ვიდრე სხვა ენებში თითქმის ორჯერ ვიდრე რუსულში ფრანგულში გერმანულში ინგლისურში ესპანურში მასო ერთ-ერთი აი როგორც დაუშვათ დომინანტური იყო ც დაუშვათ ათ საკმაოდ ხშირად იხმარება იშვიათ აი მაგალითად ი უფრო იხმარება იმ ენებში რომლებსაც უფრო აი მიდრეკილება აქვს ინდივიდუალიზაციისკენ როგორც რაგან იმიტომ მათ შექმნეს საკუთარი დასახელება მე შექმნეს ითი ხო და ბუნებრივია ხო ეხლა ვ რო ავიღოთ ვ ყოველთვის გამოხატავს ტალღას აი რაღაც ტალღისებურ მოძრაობას ყოველთვის ვ აი რაღაცა რო თითქოს ტალღასავით რაღაცა მიდის სადღაც აი ასეთები არის მაგალითად ზღვა ზვირთი ნიავი ზვავი და თვითონ აი ადამიანური ვნება ყველა სიტყვებში ვ დომინირებს ქართულში თვითონ სიტყვაც ხო რაღაც გამოვიდა და სადღაც წავიდა რაღაცა თითქოს ვიბრირებს და სადღაც მიდის ხო ველი და აი ხა დავუშვათ ინგლისურად ვ ტალღა ხატია ხო ბრა ხატია ხო W რაც არის ეს ყველა ენაში არის ასე ჩვენთანაც ხო ოღონდ პირიქით არის თანამედროვე ეს ტალღა ფაქტიურად რა ტალღური მოწესრიგება ეს ყოველთვის რაღაც ტალღას გამოხატავს რა ნუ ვალნა იგივე დავუშვათ და სხვა ენები ხარ სხვა ენებზე არ ვლაპარაკობ ახლა მაგრამ როგორც გითხარით ამ ყოველთვის რო 60 ენის ლექსიკა შევისწავლე და ეს კანონი რაღაც უამრავ ეს იგულისხმება რომ ყველა ენაში ისეა რა აი ძალიან საინტერესოა ჰ და ხ ეს ერთი ჯგუფია ახლა რა არის ახლა საინტერესო რომ დავუშვათ თანამედროვე ენათმეცნიერებაში მიღებულია აზრი რომ მე-7 საუკუნემდე საქართველოში ხ არც არსებობდა და გვაქვს ტექსტები ჰაემეტური და ჰაეს გარეშე ხო და თითქოს ერთი ხეთ უცნაურია და შეცვლილია ხოლმე ის ხუთი და შემდეგ ხანებშიც იყო ტენდენცია ხის ჩამოცილებისა ნუ მე-19 საუკუნეში ომი იყო ჩვენს დიდ მოღვაწეებს შორის ხ იყოს თუ არ იყოს და მე-20-შიც იგივე კონსტანტინე გამსახურდია და ბევრი იყვნენ ჩართულები ამ კამათებში და პოლემიკაში ხს ძალიან ასე ვთქვათ ქართულ ენაში თვლიდნენ რომ რაღაცა ხმოვნება წინ ვერ იგუეს ხ. აი მაგალითად ეხლა რასაც ჩვენ ვამბობთ ასაკი, ძველად იყო ჰასაკი. და ავი, ჰავი იყო. და რატომ მოხდა ეგრე? და დღეს აზრია. ჩვენ ადრე იყო ჰინდუეთი, ეხლა არის ინდუეთი, ხო? ეხლა ეს ენათმეცნიერული თემა არა თუ ამოვარდა, მაგრამ ძალიან ბევრი მტერი გამოუჩნდა ქართულში, მაგათ და ხელოვნურადაც ამოვაგდეს, სადაც არც უნდა ამოვაგდეს. ეგ რაღაც სრულყოფილ ენას როგორც თლიანობას თითქოს არა იმაშრება, რაც კიდურებს არ აჭრის, რომ აი აკლებ. ხო, არა, ეს კამათი ძალიან ხოლმე დიდი კამათი იყო და კონსტანტინე გამსახურდია ლანძღავდა იმათ, ვინც ამოვაგდო და მაგათ დიდი სტატიები არსებობს. მაგას და მთელი. აუ, ერთი კითხვა მაქვს, აი ქართულში ხო ფ არ არის? ფ ასო. არ არის. ხო, და რატო არ არის? ხო, არ არის კი მართალია, ძალიან ეგეც მნიშვნელოვანი. ხო, ეგეც მნიშვნელოვანი საკითხია. აი ხის გავსვათ ეგეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფს სინამდვილეში ჩვენ ხანისხალ ვამბობთ. if ხო, კი, როგორ განაროვოთ, მაგრამ მაგრამ ერთი ხანობა იყო მცდელობა რომ შემოეტანათ. მე რაღაც პერიოდში შემოიტანეს და მხოლოდ უცხოურ სიტყვებში ხმარობდნენ და ბოლო-ბოლო ამოვაგდეს მოკლედ ისე. დამწერლობაში არ ქონდა, ხო? არა, ერთი ხანობა შემოიღეს რომ აი უცხოური სიტყვები რომ ზუსტად გამოეხატათ, იმიტომ რომ ფთი ყოველთვის არის ცვლილება. რაღაც ინდიკატორი შეიძლება იყოს რომ რაღაც ქვეყანას ან ეროვნებას აკლია კონკრეტული რაღაც ხასიათიან თვისება, ის სიტყვა ჩინელებს არ აქვს р და აქვს რუს მაგათ ლ. კი, რა თქმა უნდა. ხო, ახლა ესე რა თქმა უნდა ეს თული კვლევის თემაა, ორი სიტყვით ვერ ვიტყვით, მაგრამ რა თქმა უნდა არის, რა თქმა უნდა. ხო, და აი მაგალითად რაღაცაზე მეტყვი. ხო, რაღაცაზე მეტყვი. შეიძლება ახსნათ ესე ძალიან მაგათ. ესე მაგათ აი შორის დებულები ყველაზე მეტად გამოხატავენ გზნობებს. აი მაგათ რომ ხმ, ე, უ, ერი, ხა, ა, ე, ო, ჰა, ფუ. ესე ძალიან ხშირად ხმარობთ, განა არა, მაგრამ ამ თუ სიტყვებიდან სულ ამოვყარეთ. ხო, განა არ ხმარობთ. ხო, არ ვთქვა მაგის გარეშე როგორ ერთად იქნება ხის გარეშე. მაგრამ ამოვყარეთ, ყველანაირად ამოვყარეთ, ხო? ამ დროს რა არის? ერთი ამოს უნდა თქვა.
მეტი არაფერი არა, ხო. ხო, მაგრამ აი ხა ჩვენ დავაკვირდეთ, როგორ დამოკიდებულება არსებობდა ძველად აღმოსავლეთში სადღაც. აი მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია სუფისტების დამოკიდებულება. ისინი ამობდნენ, რომ ხ ეს არის ყველა ბგერის საწყისი. ხ არის ისინი ჰუს ეძახიან, ისინი ბგერი. ანუ როგორც აი სუნთქვა პირველი აი რაც ერთი სუნთქვა. ხო, რო ის არის. მეტი ყველაფერი გაკეთებია, ამოვისუნთქეთ უბრალოდ. ხო და ისინი რას ამობენ ესე იგი რომ ხ არის ყველა ბგერის საწყისი და შენ ხმარობ თუ არ ხმარობ ხს, ხ ყველა ბგერაშია. სულაც არ არის გამორიცხული რომ ჩვენ ესე კი არ ვთქვათ რომ რაღაცა გვაკლდა მე-7 საუკუნემდე და იმით არ ქონდა ხ შეიძლება იგულისხმებოდა რომ ხ ყველაფერშია და ამიტომ ცალკე აპრიორში ყველაფერში ჰარი ასეთი მნიშვნელოვანი ბგერა რომელიც ახლა ევროპულ ენებშიც ასეთ ძალიან ფორმატ არის ასე თქვა და ძალიან ბევრია თითქოს უცნაურია რომ არა მე-7 საუკუნემდე არ იყო მე შემოვიღეთ და მეც ახლა მთელი ამდენი საუკუნე ვებწვით და სადაც კი დავინახავთ ვაგდებთ ხო მაგრამ სინამდვილეში სწორედ შეიძლება ძალიან სულიერი განწყობილება არსებობდა საქართველოში ხელს მიმართ დაახლოებით ისეთი როგორც სუფისტები გულისხმობენ ესე იგი რომ ეს ისედაც ყველაფერშია ჰაერი ხო ხა ეს ჰაერი ხო არ ითვლება ქართულიდან შემოტანილად ითვლება მართლა ნუ თამე აერი და ხანცად აერი და ჰაერი ხო ეს ბერძნულიდან წარმოშობილად ითვლება. ჩვენი ავთენტური გვაქვს რამე მაგის აღნიშნული თუ არა ჩვენი ძველი სიტყვა. ხაერი ის? ხო, თუ იცით თქვენ. არა. შენის ტელეგრამი. დახურული არხი მათთვის, ვისაც სურს ასტროლოგიის, ეზოთერიის და სამყაროს უნივერსალური კანონების ღრმა გაგება და მათი ყოველდღიურობაში გამოყენება. არხზე იღებთ სუფთა სისტემურ და შემეცნებით ცოდნას, რომელიც გეხმარება ნელ-ნელა ნაბიჯ გარდაქმნა საკუთარი ცხოვრება. გასაწევრიანებლად დაასკანერე QR კოდი. ითვლება რომ ვითომ ხ ჩაანაცვლა მე ნაწილობრივ ხ, მაგრამ ეხლა ხ ძალიან განსხვავებულია ხისგან. აი ხს რასთან არის დაკავშირებული, იცით? ქართულ ენაში ყოველ შემთხვევაში დავაკვირდეთ, ესე იგი, მთელი ადამიანის ფიზიოლოგია ხ ბგერაზე აგებული. თვითონ ისედაც ესე იგი ეს არის ტყუპების ზოდიაქო, ანუ ხრები და აი დავაკვირდეთ მოდი ხრები, აი ერთად ხერხემალი, ხერხემალი, ორი ხა, ხო? ხერხემალს ქვევით აქვს ფეხები. ფეხები. ხელები, ხომხრები, ხელები. აქ არის ხორხი. ესე იგი, ხორხში წარმოიშვება ხმა. ხო? ესე იგი ამას ყველაფერს სადაც მოვყევით თქვია სხეული. სხეული რო შეიქმნას ხ ისე ხო? და სც გვაქვს და ხც გვაქვს. ეხლა ეს სხეული რო შეიქმნას ამ ხერხემლისგან ის უნდა რაც ჩამოუთვალეთ უნდა შეიმოსოს ხორცით. ისევ ხ. და ეს კიდე რო შეივსოს, კიდე უნდა შეივსოს სისხლით. ხო? ესე იგი რაც კი ჩამოუთვალეთ ესე იგი თავის გარდა ყველგან არის. ესე იგი არა ხო თავამდე მოვედით და ყველაფერი მთელი ფიზიოლოგია აგებულია ხზე. და აი ამ ხორხიდან წარმოიშვება ხმა, ხველა, ხითხითი, ხარხარი, ხრინვა, ხრინცი, ხნეშა, ხრიალი, ხროტილი, ხარხ, აი ყველაფერი ესე იგი. აი ხომ ესე იგი მთლიანად შექმნა მთელი ფიზიოლოგია. ხო. ესე იგი აი ამ იმის გამოხდეთ ქართულ ენამ როგორ ესე ვთქვათ შეინარჩუნა აი ეს ხს ეს განწყობილება. ყველა ენაში ეს ცხადი არ არის. ხო. მაგრამ აი რაღაცა განსაკუთრებულია ხოლმე და ხა ძალიან ძნელია ხო ვიმსჯელოთ რატომ. ხო? ძალიან მნიშვნელოვანია რატომ. ხო? მაგრამ აუცილებლად ამას თავისი ახსნა ექნება და შეიძლება ფსიქოლოგიის სფერო იყოს, შეიძლება ცნობიერების სფერო იყოს და ახლა თქო უნდა საკითხები არ არის შესწავლილი, მაგრამ თავისთავად და ნიშანდობლივი საკითხია. აი ახლა რო გადავიდეთ დავუშვათ აი თავიდანაც დავასახელეთ იმ დიდ ჯგუფებზე, რომელიც ხშული სამეულებს რო ქმნის. აი მაგალითად ავიღოთ D, T, T. ეს არის ძალიან ეს სამივე განეკუთვნება ლომის ზოდიაქოს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სიტყვაში მონაწილეობს. იგივე დავუშვათ რა ვთქვით ტაო. ესე იგი ტაო არის ძალიან მნიშვნელოვანი წმინდა სიტყვა ძველი, რომელიც შედარებით ძალიან აზიური არ არის, მაგრამ ყველა ჩინელებსაც კი აქვს, ესე იგი ყველას აქვს ეს სიტყვა ტაო, ხო, ეს ერთ იგივეა. და ეს არის რაღაც ადამიანის ის ძალა, რომელიც სადაც ადამიანს აკავშირებს ღმერთის შექმნილ სამყაროსთან, ამას ნიშნავს ეს ბგერა იმ ტაოში რა. და სადაც რომელიც ღვთაებრივი ანაბეჭდი რომ ყველაფერში ჩანს. აი ეს არის ამ ტაო. აი როგორი განწყობა როცა ადამიანი ტავს წარმოთქვამდა, ესე იგი თითქოს რაღაცა ზევიდან
ნათელი მოეფინება თითქოს რაღაცა თითქოს ზევიდან მომდინარეობს და შენთვის ნათელი მოეფინება. არქიტექტურაც ეგეთი აქვს, რომ ხაზი და ჩამოდის მე. ხო, სინათლისავით გვეფინება თითქოს ზევიდან. ეს არის ტაო. და აი ამ კაბალის მიხედვით რომ თქვათ ეს პირველი მივიდა ტაო შემოქმედთან ტაო და უთხრა რომ ჩემით შექმენიო სამყაროო, იმიტომ რომ მე შევდივარ ეს სიტყვაში როგორიც არისო სიმართლე. აი სიტყვა ებრაულად ემეთ რაღაც ესე ჟღერს. აი ამის ფუძე ვარო მეო და სიმართლის და სიმართლით არ უნდა შეიქმნა სამყარო თავის პრეტენზია გამოთქვა და რობერტმა უთხრა არა მე შენ არ შეგვნიო სამყაროსო იმიტომ რომ შენგან გამომდინარეობს რომ მართლმსაჯულების ძალიან დიდი ძალებიო აი და სრულყოფილებიც კი დაისჯებიანო იმდენად მკაცრია შენი დამოკიდებულება სიმართლის მიმართო ესე იგი ძალიან კანონი ხო ეხლა ამის მსგავსი არის დ ეს ერთი ჯგუფია ფონეტიკურად და აქაც ასეა ერთ და იგივე ზოდიაქოს განეკუთვნებიან ერთთან ახლო ენათესებიან ესე ვთქვათ და დ როგორ არის თითქოს იგივე განწყობილებაა მაგრამ რა ემატება რომ თითქოს რაღაცისკენ ეს ძალა რაღაცისკენ მიგითითებს აი რაღაცისკენ თითქოს ზევიდან რაღაცას გასწავლის სადღაც რაღაც გარიგებს თითქოს რაღაცისკენ მიგითითებს და თუ დავაკვირდებით აი წეგალას ლაპარაკობით რომ ხალხებში თუ დამნიშნულობა აქვს აი თუ დავაკვირდებით აი ამ დ და ტ-ს ბგერებს ესე იგი ესენი დომინირებენ ძირითადად ისეთ ხალხებში ვისაც აქვთ მიდრეკილება წინაპართა კულტების მიმართ რომელსაც კანონებსაც ესე ვთქვათ ესე ემორჩილებიან ადათებით და კანონებით ემორჩილებიან ესე იგი აი როგორც იმ ებრაულშია თქვა კაბალაში რომ ზედმეტად ასე ვთქვათ სიმართლის და წესის კანონების გამოხატველია და ეს სამი ბგერა ხო და აი ეს ჩანს აი მაგალითად ქართულში ვიღოთ დედა ბავშვისთვის ვინ არის ავტორიტეტი დედა ხო აი უბრალოდ ამას გამოხატავს დედა ესე იგი სრული ავტორიტეტია ბავშვისთვის ორას ბავშვი დედას ამობს ხო ადათი დედა დაუშვათ ადათი ხო დაუშვათ პაპას ნიშნავს ხო სრულად ადათი ხო აი ადათი აი ყველაზე ზუსტად გამოხატავს დ-თან და თ-ს ორივეა ადათი ხო აი რაღაცას აი მაგალითად ბედი ბედი ხო საიდანაც მოვიდა და მე ჩემზე არ არის დამოკიდებული და შეუყურებს ნათელი სინათლე ხო საიდანაც მოდის და ჩემზე არ არის გაიხსნა ცა და მოდის სინათლე ხო აი სითბო მე ხო არ გამ საიდანაც მოდის სადაც კი ეს დომინირებს ყველგან ეს ბგერა აი ქართულად მართალი ხო სასამართლო ადათი იგივე დაუშვათ გათენდა საიდანაც მოდილა დაუშვათ დღე ქართულად გათენება იდეა საიდანაც მოვიდა ხო მე ხო ჩემი ხო არ არის იდეა მადლი ქართულით. აი ადამიანშიც რო დავუშვათ ადამი ეს ხო ღვთის წყალობა ადამიანის შექმნა ხო? აი და თვითონ იქ მითითებულია რომ იმდენად მკაცრია ეს ყველაფერი სიკვდილი სიტყვა სიკვდილიც კი შეიცავს ღმერთი ეუბნება და აი ნამდვილ ყდომა დავუშვათ იგივე აი ამ ბგერებითა და სხვა ეხლა ჩვენ სხვა ენები ავიღოთ სხვაგანაც დავინახავთ რომ სწორედ აი ეს განწყობილება იქნება აუცილებლად. და როცა ვიღაცა დაუშვათ ქმნის რაღაცა სიტყვას შეიძლება ეს განწყობილება იყოს იმისთვის დაუშვათ და ჩვენთვის რო იყო ჩვენთვის თუ იყო ცა იყო მაგრამ იმისთვის ეს იყო იმიტომ რომ იმისი რელიგიური განწყობილება ასეთი აი მაგალითად მე დავაკვირდი რომ განსაკუთრებულად დომინირებს ეს დ-ტ ანუ ეს სამართალთან დაკავშირებული ისეთ უფრო მეტად აი ისეთ ისლამურ ქვეყნებში მაგალითად ინდონეზიური რო განვიხილე აღმოჩნდა რომ ინდონეზიურში თითქმის გამონაკლისი არ არსებობს ყველა სიტყვა ამაზე აგებული რაც კი წესთან კანონთან და რაღაც აღსრულებასთან დაკავშირებული ქართულში ცხადია რომ არის მაგრამ აი ამ ქვეყნებში რომლებიც ძალიან მკაცრ კანონებს ექვემდებარებიან ეს ენაშიც აირეკლა და ძალიან დომინირებენ ეს ბატონო თან რა მაინტერესებს ფსიქოლოგიაში ხო არის ეგეთი მცნება კოლექტიური რაღაც არაცნობიერი რაღაც ველი საიდანაც გამოდის ანუ ეს ყველაფერი არის კოლექტიური არაცნობიერი ხო და ენაც ხო ეგ შეიძლება თავისუფლად იყოს უბრალოდ ჩვენ ეს არ წარმოიდგინე ვიღაც კაცი დაჯდა და მოდი ახლა ამ ხალხს ენას შეუქმნიო და სიტყვებს ანუ რაღაცა კოლექტიური უხილავი ველიდან გამომდინარეა და უბრალოდ სხვადასხვა ფორმებს იღებს დამოკიდებული ლოკაციიდან და კულტურიდან და ნუ სხვადასხვა მიზეზებიდან. კოლექტივის არაცნობიერი დამოკიდებულება სხვადასხვა საუკუნეში და ზოგს ათეული საუკუნეები გვაცილებს, ზოგს ერთეული საუკუნეები და ეს ნელ-ნელა ასე იქმნება და ძალიან მყარია ოღონდ. და ალბათ ის ენა რომელიც არის აი მაგათი გაბერთიანება, სწორედ აი რაღაცა დიდი ოკეანე არის ყველა ენის. და აი ეს ბგერები აერთიანებს სწორედ ყველა ენას და არა რომელიღაც კონკრეტული ენები ქართული და რუსული და რაღაც, ხო? ეხლა რა ვიღოთ აი შემდეგი დიდი ჯგუფი ასევე, ეს არის გ, კ, ქ. ფონეტიკურად ესენი ნათესავები არიან და ესენი გამოხატავენ რას? აი ერთგვარი შინაგანი გამყარება. აი შინაგანი მდგრადობა, მიწაზე მყარად დგომა, დაცვა, უცვლელობა, აი სიმტკიცე, ხო?
ეხლა ეს ზოაში როგორ არის ესე იგი რომ აი ძალიან ხატონათაა ხოლმე მოცემული ეს არის ძაბწყინვალე ტექსტი ესე იგი კ-ასო კაფ არის ებრაულად მივიდა შემოქმედთან და უთხრა რომ მე ვარ კავოდ ანუ შენი დიდება ამ სიტყვაში ვარო მეოდა როც და შექმენი ჩემგან სამყაროო და მე წერია როცა ის დაეშვაო შემოქმედის ტახტიდანო ყველა სფერო შეთრდოლდაო ცაში თავად უფლის ტახტიც კი თითქმის დანგრევამდე შეირყაო ესე იგი მთელი სიმყარე სამყაროს არის კლასოზე აგებული თურმე და უცბად ღმერთმა უთხრა კავ რატო ხარ აქო აკრა გინდა მე შენი და შექმნი სამყაროს სასწრაფოდ დაბრუნდი შენ ადგილას კინაღამ დაინგრა სამყარო ესე იგი როგორი საოცარი ხატოვნად არის გამოცემული აი იმის შინაარსი ხო და ეხლა რა ვიღოთ ესე იგი ეს ბგერები გკ ესე იგი ნუ ქ ეხლა უზოქენაში არ არის ცხადია ქართულში არის და იმიტომ რომ სხვაგან გ და კ დავუშვათ ხო ესე იგი აი ყველა სიტყვა მაგარი ყრივი მტკიცე კოშკი დავუშვათ კარკასი გალავანი გოდოლი კაჟი ყლდე კაჟი აი ნუ ქ ხო ქართულში ქალა თავის ქალა დავუშვათ ხო ეხლა მყარი რაღაცები რა კუ კაკალი ქერქი ნუ ეს არის გარსი ბაკანი კოლონა რომელიც ყარად დგას კლიტე დაკეტვა ესე აი აქ ჩანს ამ სიტყვებში ყველაში აი დომინირება აი ამ ბგერისა სადაც შინაარსი გამოხატულია აი ამ გკ-ქსი და ეხლა ეს სხვა ენებში რა ვიღოთ ყველგან ეს რა თქმა უნდა კრეპას და რუსულად დაუშვათ და იგივე ინგლისურად გერმანულად ყველა ენაში ახლა შევადაროთ ესეც ძალიან დომინანტურად არის გამოხატული ამ ძირითად ესეთ ფუძეებში ესე იგი შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი არის ბპფ ქართულში ეს სამია როგორც გითხარით ეს არის ქალწულის ზოდიაქოსთან დაკავშირებული და აი ეს შინაარსი სწორედ ზოდიაქური ნიშნით ძალიან კარგად ჩანს ამ ბგერებისა აი რომ წარმოვიდგინოთ ეს ქალწულის ზოდიაქო რა არის დაკავშირებული რაღაც ისეთ იმასთან რაც შუა საუკუნეებში გამოიხატა ღვთისმშობელი ნუ ყრმა დაუშვათ მადონა ყრმით მადონა ყრმით აი ზუსტად ამ განწყობილებას გამოხატავს ბგერა აი რაღაცა შემომგარსველი რაღაცა აი რომელიც რაღაცას იცავს თითქოს რა აი ყრმა და მადონა აი რაღაცა პატარა სუსტი და აი ძალა რომელიც მას შემოგარსავს მას იცავს ესე იგი ბ სწორედ აი ამ განწყობილებას გამოხატავს და სწორედ ესე იგი აი კაბალის მიხედვით ღმერთმა ბურთი შექმნა სამყაროს რომ მოვიდა ერთ-ერთი ბოლო მოვიდა ხო ალეფის შემდეგ არის და რომ მოვიდა ღმერთთან და უთხრა რომ ჩემი შექმენი სამყარო რადგან ღმერთმა უთხრა რა თქმა უნდა შენით შექმნი სამყაროსო და ეხლა თვითონ ამ სემიტურ ამბანში ეს არის პირველი თანხმოვანი ახლა ალეფი თანხმოვანი არ არის და ის გამოითქმის როგორც ბეთ და ნიშნავს სახლს ესე იგი ეს ბპფ ეს ბგერები ეგვიპტური იეროგლიფებშიც კი სახლს გამოხატავდა ხო იქ პ იყო სახლი და ეს ეხატია იეროგლიფის სახლი და პ დაუშვათ იქაც კი ძველთაც კი და როცა ქართულ ამბანში გადმოვიდა ეს ბ-ასო აქაც ქვია ბანი ანუ ის რაც იფარავს ბანი ხო მაცხოვრის ბეთლემში დაიბადა ეგეც ის არის საინტერესო აი ეს ბგერაც ესე იგი რომ გადავხედოთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის ლექსიკას განსაკუთრებულად როგორც ც-ზე ვთქვით დომინანტური არის ესე იგი ქართულში არის საოცრად დომინანტური ბ ხო ბ განსაკუთრებულად აი მაგათ რა ვიყოთ ბინა ადამიანის ახლა არ აქვს ნიშნულობა ბინა ქართული წარმოშობისა თუ არა როგორც გითხარით ამას არ ვიხილე ბუდე ჩიტების ბოსელი ბუნაგი ცხოველების ბაგა ცხოველების ბეღელი ჭირნახულის ბაღი ბოსტანი ესე იგი რაც კი შეგვიძლია რაღაც შემოვფარგლოთ რაღაცა იმით ყველაფერი ბ-ით იწყება ეხლა ძველი ქართული და რა ვიყოთ იგივე რა თქმა უნდა ძალიან აქტიურია ბელღოჯი კლდე ფუღუროშია ესა ბაქანი კლდეში მცირე ადგილი ბეღო საძნე ბანაკი ხალხის სამყოფი ეს ძველი სიტყვებია ქართული ხო ბანაკს დღესაც სხვა როთანაც სხვა გაგებთ ობა ეს არის ნაბდის კარავი ბაკანი ხის ჯამი ბადია ჯამი ბიდახი ბურეჯი ეს ცომის მოსაზელია ბუტკო აი მაგალითად ბაკანი კუსგარსი ბაკი საქონლის დასაყენებელი ქვაბული კიდობანი ესე იგი ყველა სიტყვა რომელიც კი აი განწყობას გამოხატავს ქართულ ენაში ძალიან დომინანტურად ბურთი აი ვიღაცას რაღაცა ჩააბარებ ხო ბარება ჩაბარება ბარებული ბ რა აი ამბარი რაღაცა პურს რო ინახავ ესე იგი ქართულში ესე იგი აი ასე ძალიან დომინანტურადაა მოცემული და ეხლა ჩვენ თუ ავიღებთ ამ ბგერის სიხშირესაც ხმარებისას არა ასევე ორჯერ სამჯერ მეტია აი ამ სიხშირე ქართულში ვიდრე რუსულში ფრანგულში გერმანულში ინგლისურში ესპანურში და იტალიურში აი მაგათ იტალიურთან და ესპანურთან 3.7 ჯერ მეტია სიხშირე ამ ბგერის ესე იგი ქართულში ეს ძალიან დიდი სიხშირად იხმარება და
ძალიან შენარჩუნებული აქვს ის პირველადი მნიშვნელობა. და ეხლა ფ-საც გარკვეულად მსგავსი მნიშვნელობა უფრო დაფარული ის აქვს რა. ფარი, საფარველი, ფარდა, რაღაცა ჩამოაფარდა, დაფლა, რაღაც შეინახე, ფუღურო, რაღაცა ხელში გამოფუღურო. ესე იგი, ამ სიტყვასაც, ამ ფ-საც, მაგრამ ოდნავ ნიუანსური განსხვავება ცხადი არის. ფ. და ზოგიერთ ენაში პ უფრო დომინირებს დაუშვათ რა. პ-ც საკმაოდ ახლო, ხო, ნიუანსებზე ვარ ვისაუბროთ, ძალიან ძელი თემაა, მაგრამ აი ძირითადი განწყობილება ეგეთია. ეხლა რო ავიღოთ მაგალითად ესე არ დავიგოთ, ავიღოთ ნებისმიერი სიტყვა და როგორც ვთქვი და რაღაცაში ჯამი გავაკეთოთ ნიშნულობების. არ იქნება სწორი რა თქმა უნდა, როგორც აი მაგათ ნახეთ რომ ხსნა იქ მოცემული იყო s, როგორც საყრდენი n-სთვის და ეს ჯამურად გამოხატავდა. აი ძალიან ხშირად როცა m ჩაჯდება ხოლმე, ძალიან ხშირად m-ს თავისი მნიშვნელობა კი არა აქვს, ვიღაცას აწონასწორებს, რაღაცას უფრო არბილებს. ესე იგი მთელ ესეთი შემოქმედებითია რა. ეხლა რა ვიღოთ აი რომელიმე სიტყვა, მაგალითად და რა განწყობები თან შეიძლება აი დავუშვათ ეს სიტყვა არ არსებობს და აი დავინახეთ კურკა მაგალითად და არ ვიცით რა ქვია. აი ქართველები რომ ცხელი ვარ და კურკა რაღაც უნდა დავარქვათ, ხო? აი რა განწყობა დავაკვირდეთ რა განწყობა გვაქვს კურკაზე? აი პირველი ხო სიმყარე. აი მაგარია კურკა ხელში აიღო მაგარია, ხო? აი ძალიან მყარია. კი. ამას რა გამოხატავს? კოშკი კლდე კლიტე ხო? გამოხატავს. თან რაღაც ის შიგნით არის, ანუ ხო, ესე იგი ახლა მეორე ავიღოთ ესე. ხო, არა. რაღაცა არის შიგნით, რომელიც კაცო ეხლა კი არის მყარ რაღაცაში ის გულში, მაგრამ ხო ვერ ხედავ იმას, მაგრამ ვიცი რო არის. და ის მოვალში უნდა აღმოცენდეს. ესე იგი, ეს კურკა ხო რაღაციდან წარმოიშვა და შეინახა ის, რამაც უნდა გაიმეოროს, რაღაც ციკლი გააკეთოს. ამას რომელი ბეგარა გამოხატავს? რ. მაგრამ კიდე ერთი შეიძლება დავუმატოთ მაგალითად, ეს კურკა რაც მე მყარს უყურებს, სინამდვილეში შიგნით რაღაცას ინახავს. რაღაცას ფარავს, იცავს. ეს b. აი ხლა ჩამოვთვალეთ ეს სამი განწყობა. ეხლა ძალიან მარტივი სიტყვა კურკა. თითქმის ამოვწურეთ, ესე იგი, რაც შეიძლება კურკას დავუკავშიროთ, ხო? ეხლა ავიღოთ ქართულად. კ, უ, კ, რ, კ. თანხმოვნებს ვიგახილავთ, ხო? სხვა ორი კ ამაში, ესე იგი, როგორ დომინანტურად ქართულმა გამოხატა ეს კ-თი, ესე იგი, სიმყარე, სიმაგრე და ის განმეორებადობა, ციკლურობა, რაც დამახასიათებელია, ხო? ეხლა ჩვენ ავიღოთ და უშუალოდ სხვა ენები არა? ეხლა მაგათად კ-ები გამოხატულია რაში? რაც ეხლა ჩვენ ჩამოვთვალეთ, ესე იგი, ქართულში, სვანულში, მეგრულში, ავარიულში, რუსულში, კოსტეჩკა, ხო, რუსულადაც დავუშვათ, ჩინულში კ-ნგ არის მოცემული. გერმანულში, ისლანდიურში, უამრავში ხარ ვარ ჩამოვთვალო, ესე იგი, 1-30 ენაში ყველგან დომინირებულს გამოხატულია ეს განწყობა, ან გ, ესე იგი, ორივე რაც სიმყარეს გამოხატავს. მაგრამ არის ისეთი ენები, სადაც აი იმ ენამ ყურადღება გამოხვირა ბ, პ, ფ-ზე. ანუ რაღაცა ფარველი, რაღაცის დამცავი, ხო? დაუსვათ აი მაგალითად ჩეხურში მაგალითად ესეც არის და ისიც პ-ც არის და კ-ც არის დაუშვათ. უმრავლესობაში კ-ა მაინც ეს ძალიან დომინირებს, მაგრამ რაღაც ენებში, ამიტომ აფრიკანსში, ინგლისურში, ლათინურში პოებია, ბ, პ, ფ განწყობილება, ესე ვთქვათ, რომ რაღაცას იფარავ, რაღაცას დამცავი ეს რა. ისე რომ ასეთი ენებით დანიურში, კატალონურში, ლატვიურში, ბენგალიურში, სომხურში, აფრიკანში, ინგლისურში, ლათინურში, დანიურში, იაპონურში, შვედურში, იქ უკვე გამოყვეტილი არის პ-ს. ანუ ის ბ-პ-ს განწყობილება, რომ ეს ერთი რომ მაგარია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის რაღაცას იფარავს, ხო? აი როგორ მარტივი სიტყვა ხო კურკა, რაც უფრო რთულ ცნებას ავიღებთ, ახლა უფრო რთულია და უფრო მრავალფეროვანი იქნება, ხო? აი კიდევ ავიღოთ მაგალითად ერთ-ერთი ძალიან ასეთივე მარტივი სიტყვა მაგალითად, კარი. ეხლა დავუშვათ არ ვიცით კარი როგორია. ეხლა პირველად ჩამოვყალიბებთ როგორი განწყობა შეიძლება ადამიანს ჰქონდეს კარის მიმართ. აქ აშკარაა რომ ორი ძალიან დიამეტრულად განსხვავებული შეიძლება იყოს კარის მიმართ. ესე იგი, ერთი რომ კარს ჩვენ უყურებთ შიგნიდან გარეთ, შიგნით სახში ვართ და კარს უყურებთ და მეორე მივდივართ და კარს უყურებთ გარედან, ხო? ესე იგი, როგორია განწყობა? ესე მე სახში ვზივარ და კარია დაკეტილია. აი ამ დროს ჩემთვის მთავარი განწყობა რა არის? ისევ სიმყარე. ეს კარი ამ შემთხვევაში უნდა იყოს ჩაკეტილი, დაცული. ესე იგი, ეს უფრო იმ ადამიანის ისეთი ხალხის ფსიქიკაზე აწყობილი, რომელსაც რაღაც თავდასხმები აქვს, რაღაც კარი უნდა ჩაკეტილი იყოს, დაცული უნდა იყოს, ხო, დაცულობის რაღაც გამოხატულება, ამ განწყობილების გამოხატულებაა კარი, როცა შიგნიდან უყურებ, ხო? მაგრამ მე ვიცი რომ ეს კარი სულ მუდმივად მყარი კი არ არის, ეს იღება და იხურება. ანუ მოძრაობს, ხო? ხო. ესე იგი, ამ შემთხვევაში პირველი არის ყო, მეორე არის რ.
გაღება და ხურვა, ხო? და აი სრულად აშკარა რომ აი ეს განწყობილება არის ქართულ ენაში, როცა შეიქმნა სიტყვა კარი. კ და რ მეტი ხო არა, ორი თანხმოვანია. კ და რ, ანუ აშკარად შიგნიდან გარეთ, შიგნიდან ყურების განწყობილება, ფსიქიკური განწყობილება მოცემულია ამ სიტყვა კარში, რაც ქართულმა არ აქვს მნიშვნელობა, საიდან გადმოვიდა ჩვენი არა, ამას არ ვიხილავთ, როგორც გითხარით. შეხომ ახლა ავიღოთ კიდე რა შეიძლება იყოს, რა განწყობა შეიძლება არსებობდეს ამ კარის მიმართ. ახლა წარმოიდგინე ადამიანი საიდანღაც მოდის რა ნამგზავრი და ერთი სული აქვს სადღაც შეაღწიოს და დაინახა რაღაც სახლი და კარი და ამ კარში უნდა შევიდეს. ხო, ეს კარი უნდა გაიღოს და იქიდან რაღაცას ელის, ვიღაც უნდა გამოვიდეს მისთვის სასურველი ვიღაცა, ხო? ეს განწყობილება არის დ, თ. ესე იგი რაღაცა რომელიც მოდის საიდანღაც იხსნება, ანათებს რაღაც ჩემკენ მოდის, ხო? დიამეტრულად საწინააღმდეგო ვიდრე კ. ეს არის დ ასო, დ. რომელიც თან ხო მიმართულებასაც გაძლევს. აი სად უნდა შეხვიდე, სად მიდიხარ, ხო? დ. ხო. ეხლა დააკვირდით რამდენი ენაშია დ უამრავი, ხო? დორ დაუშვათ ინგლისურად, ვერუსულად და ანუ უამრავ ენაში. ესე იგი ზოგიერთმა ენამ ამ შემთხვევაში აი სიტყვის შექმნის დროს გამოარჩია ერთი განწყობილება, მეორე. ხო, ესე იგი როცა იქმნებოდა ამაში. ასევე ძალიან გარკვეულად შეიძლება ბფც იყოს, იმიტომ რომ ის რაღაცა დამცავიც არის შენთვის, ხო? ის განაც კურკაზე ვისაუბრეთ, ესე იგი გარკვეულად შეიძლება ისიც არსებობდეს. ესე იგი დავუშვათ დ-ზე გააკეთეს აქცენტი სპარსულმა, იაპონურმა, ინგლისურმა, უელსი, დანია, შვედური, სომხური, გერმანული, ებრაული. ყველგან აქ აი დორის განწყობილება, ასე ვთქვათ. შუმერული, რუსული, ირლანდიური, ლათინური, სამოა, ტაჯიკეთი, უნგრული, ჰინდი, ალბანეთი, აფრიკანსი, ბასკური, ლატვიური, ლიტვიური, ნორვეგიული, სლოვაკური, სლოვენიური, ხორვატიული. ამათ ძირითადი განწყობილება ამათი არის ეს დ-სთან. იმიტომ რომ ესე გარედან სადღაც მიდიხარ, რაღაცა მიმართულებას გაძლევს დაუშვათ და ნუ ძალიან ბევრმა ყლთით დაუშვათ. ზოგმა ორივე აირჩია დაუშვათ. იაპონურში ყც არის და დ-ც არის დაუშვათ, ინგლისურშიც არის gate. ეს ახლა ნახოთ შეიძლება კარი იყოს და შეიძლება ჭიშკარი იყოს, ხო? ისიც არის, ხო? მე ყოველთვის სინონიმები როცა იქნება, ხან ერთ განწყობილებას გამოხატავს და მეორეს. ეხლა თუ რომელიმე განსხვავებულია დაუშვათ და მაგალითად არსებობს კარის ცნება, სადაც ერთ-ერთ სინონიმში, მაგალითად ჩინურში და კორეულში არის н და м, ხო? ეს უკვე სხვა განწყობილება. ესე იგი კარი იმის გარდა ამ შემთხვევაში რაღაც მესამე შემოვიდა. კარი ორ სამყაროს ერთმანეთისგან ყოფს. ამას ნიშნავს н. ნუ ხო ყოველთვის გამოყოფას ნიშნავს, არა? და м კიდე მიზანს. იქ შესulis სურვილი გაქვს. აი, აქ დავუშვათ მენ, მუნ, ჩინურად და კორეულად, ესე იგი, აი სხვა განწყობილება შემოვიდა და ეს უკვე იმ ხალხის ასეთ ფსიქიკურ წყობაზე აგებული, როცა ეს არის რაღაცა ორ სამყაროს შორის გამყოფი და ძალიან რელიგიურიც არის, ხო? ახლა ცისკარი ცხოვარი არა, სულიერ სამყაროს გამყოფია და ის რაღაცა ორ სამყაროს მიწიერ ერთმანეთისგან გამოყოფს და ჩვენ განწყობა გაქვს რომ რაღაცნაირად შეაღწიო მასში. ესე იგი, ამ გაყოფას ნიშნავს ν-ასო და აი იმ შეღწევის სურვილს м-ასო. ამიტომაც ეს უკვე ძალიან რელიგიურია ეს ჩინურიც და კორეულიც, როცა ერთში არის მენ და მეორეში მუნ, იგივე კარი, ხო? ესე იგი, ესეთი განწყობილებაც არსებობს. ესე იგი, თუ ეს ძალიან ბევრი სიტყვა შეგვიძლია ჩვენ დავიშვათ აი ესე ახსნათ, თუ როგორ აი მაგალითად ტალღა დავუშვათ, ხო? თუ დავუკვირდებით სხვა ქვეყნებს, თითქმის ყველგან აი ამ ტალღაში შეიყო აუცილებლად ზვირთი დაუშვათ, ხო? აი ვ-ასო ზვირთშია, ჩვენ ტალღაში კიდე լ-ასო. ხო. დომინეს იგი რაღაცა მსგავს სიტყვებს ქმნი, სხვადასხვა ბგერების მითხრა გამოყენებით. ნუ ეხლა ეს ძალიან ვრცელი თემაა, რა თქმა უნდა, და ნებისმიერი ასეთი სიტყვა შეიძლება დაუკავშიროთ. ბატონო, მე რა მაინტერესებს ცით თქვენი აზრით შესაძლებელი არის, რომ აი ეხა რეალურად ერთმანეთს ხო არ გვესმის ამდენ ენაზე ვინც საუბრობთ, თუნდაც არ გულისხმობ ესე ბუკვალურად რომ არ გვესმის, ანუ ზოგადად აი გაუგებრობა არის და რომ დასაწყისთან მე რატომღაც მეგონა ის ან ეხა თქვენ უფრო აი აკადემიურად და პროფესიონალურად ახსენით ეს ენების წარმომავლობა მე მეგონა რაღაც მართლა ესე პირდაპირ ერთი ენა იყო, რაზეც საუბრობდა მთელი კაცობრიობა, ხო? ეს ბგერებია. ხო და აი შევძლებთ რომ უფრო რაღაცა მაგის შემდეგ ესე ვთქვათ ეტაპზე გადავიდეთ, ოდესღაც კაცობრიობა რო კი ვისაუბროთ სხვადასხვა ენებზე, თქვენ სიტყვაზე საუბრობთ ქართულად, მე ჩინურად, რაც ნიკა ურაშტულად არ ვიცი, მაგრამ გაუგოთ ერთმანეთს აი რაღაც აი კოლექტიური დაფარული შრით. რა ვიცი, ებრაული მისტიკას ვართ მაგას გულისხმობს ის მესიანისტური იდეა, რომ დადგება დრო ადამიანები ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს გაუგებთ და მაშინ ენაც ერთი იქნებაო. თუ ჩვენ ყველა ბგერის მნიშვნელობა გვესმის და მაშინ ხო ბუნებრივი არის ჩვენ ერთ ნახლა ეს რა თქმა უნდა არაპირაპირი მნიშვნელობით იგულისხმება რომ მართლა ყველა ებრაულად ვილაპარაკებთ, მაგრამ ამას ძალიან ღრმა სულიერი მნიშვნელობა აქვს, რომ ის მოელის რომ დადგება როცა კაცობრიობა ერთი ენაზე ილაპარაკებს, ესე იგი სულიერ თვალსაზრისით ყველაფერი გასაგები იქნება და მაშინ უკვე 13 ყველანაც ერთი იქნებაო.
ეხლა რა თქმა უნდა ფიზიკურ პლანში ძალიან მეეჭვება რა ისეთი როდის მე დადგეს, მაგრამ ხო, ამ შეუძლებელი კოდია თვეიც და ალბათ. და მაგრამ სულიერ თვალსაზრისით გასაგებია რომ ეს ბგერებიო ებრაული კაბალაში წერია რომ ეხლა სწორად არ არის ერთმანეთთან შეერთებული, იმიტომ რომ ადამიანებს ერთმანეთს ვერ უგებენ და ვინც ადამიანები ერთმანეთს გაუგებენ, მაშინ ეს სწორად შეერთდებიან და ღმერთის ჰარმონიული მუსიკა იქნება, ხო? ღმერთის სახელს ზუსტად გამოხატავენ და მაშინ უკვე ერთ ენაზე ელაპარაკებს კაცობრიობაო. ეხლა ეს მაინც უფრო სულიერი ხატია ვიდრე ფიზიკურ და სათქმელია ეს როდის იქნება და როგორ რომელ ენაზე ისაუბრებენ, მაგრამ აი თვითონ ძალიან ამაღლებული ხატია რომ ჩვენ იმდენად სულიერად დავუახლოვდებით ერთმანეთს, რომ უკვე ეს ბგერები თავისი ნამდვილი შინაარსებით დაალაგდება. ეს იქნება ღმერთის სახელი და ყველასთვის ერთი. ხო, იგი იქნება სულიერი ენა და ღმერთის ენა, ხო? და რაიმე ესეთი შეფასება გააქვთ თქვენ იოანე ზოსიმეს აი ეს ქართული ენის დიდების შესახებ აი მანდაც ეს მესიანისტური მიდგომა თუ უფრო კიდე რამე არა იქ სამეთყველო ენაზე არ არის მხოლოდ ეს უბრალოდ ამასაც გულისხმობს და იმ პერიოდისთვის როგორც გითხარი დამახასიათებელი იყო მაშინ დაიწყო ეს გამოცდილება და ენებზე საუბარი იქ კიდე უფრო სხვა ერის თემატიკა უფრო წინა პლანეტ წამოწეული ხო აი მომენტის ლაზარეს რო ადარებს ეგეც მხოლოდ სამეთყველო ენაზე არ აკეთებს აქცენტს ხატია მაგას არ გულისხმობს მხოლოდ იქ უფრო მეტად მნიშვნელოვანია თვითონ მესიანისტური იდეა ქართველი ერის და ზოგადად იოანე ზოსიმეს ქებედა დიდება ეს არის შემოკლებული დაშიფრული იდეა რაც მოცემული იყო დიდი ხნის წინ ქართლის მოქცევაში ის უბრალოდ იმან შეამოკლა და რაღაცა უფრო ესეთი დაშიფრული სახით გადმოსცა თვითონ ამ ტექსტში არაფერი ახალი არ არის რაც მანამდე არ ეწერა ქართლის მოქცევაში მეოთხე აი პირველად ტექსტში რა ქართლის მოქცევაში უბრალოდ აი ძალიან ესეთ თავისებური დაშიფრული ენით გადმოხდა ძალიან ლაკონიური ხო ძალიან შემეცნებითი იყო მრავალ მხრივ და ძალიან კარგად დავანახეთ ბატონო ოთარ უშუალოდ ეს ენების ესე ვთქვათ არქიტექტურის წარმომავლობა და ვერასდროს ვერ ვფიქრებდი რომ შესაძლებელი იყო ანუ არა მარტო ესეთი ლინგვისტური კუთხე ფსიქოლოგიური და ასტროლოგიური კუთხით ამ ყველაფრის დანახვა ხო რა თქმა უნდა ესე უნდა თქვათ რომ პირველიდან ნამდვილად არსებობდა მაგრამ ის ვიღაც სცენა კი არ იყო ქართულ რუსულ ინგლისურ ეს იყო ის ბგერების ნამდვილი მნიშვნელობების განცდა უშუალოდ რო ძახდებოდა მაშინ ადამიანები ასე კი არ მეტყველებდნენ ისინი დანაწევრებულად მეტყველებდნენ ეს ძალიან ძველ დროში და ბგერები პირდაპირ გამოხატავდნენ შინაარსს აი ეგეთი მოყოლილი მაქვს ჩემში რომ აი როგორ შეიძლება ეგეთი სცენა რო წარმოვიდგინოთ რომ ველური ადამიანების დროა სადღაც ძველი და რაღაცა ღამდება რაღაცა ტყეში მიდიან, რაღაცა ცხოველები ღრიალებენ, შეშინებული ადამიანები თავშესაფარს ეძებენ და ვიღაცამ იპოვა თავშესაფარი, სადღაც შეიძლება შეძრე და რა ბგერას გამოსცემდა. იმ რა ჩვენ ვისაუბრეთ დღეს, აუცილებლად ბ-ს. ბ დაიყვირებდა ის. და სხვები რო გაიგებდნენ ბ-ს, მიხვდებიან რომ აქ თავშესაფარი იპოვეს. ეხლა ვიღაცა რო გამოიქცეოდა და დაინახავდა და მართლა თავშესაფარია, ის რას იტყოდა? მას რო გაეხარდებოდა. ბა. აი ბა იქნებოდა მისი. აი ეს არის პირველადი ენა. ვაა, საინტერესო. არ არის საჭირო რა ისაუბრო. როგორც პირველადი ენა არის რაც განცდის დონეზე თითქოს. როცა ჭეშმარიტი განცდებით, აი როგორც ებრაელები ამბობენ რომ არ არის ხა ჭეშმარიტი დარხმარობთ ამ სწორად ღმერთის სახელს არასწორად გამოვხატავთ ამ და იმიტომ რომ ისინი ხო არ არის ებრაულად მიღებული ღმერთის სახელის დასახელება. აი ახლა ეს მაგალითად არავინ არ იტყვის არც ერთი ებრაელი ხო, არა ესე იგი ნუ ღმერთის სახელი არ უნდა თქვა ახსენო ხო იმიტომ რომ შენ არ იცი რა ის სწორად როგორ გამოითქმის გამოუთქმელია. ანუ იახვეც შეიძლება არასწორად თქმულია? არა, არ ხმარობენ. ეხლა ის გადატანით მე ხან ადონაის ან როგორც ეხლა ჩვენ ერთი უფალი, შემოქმედი ასე და იმიტომ რომ ეს განწყობა არსებობს ებრაულ სამყაროშიც, რაც მომდინარეობს სწორედ ამათი საიდუმლო კაბალიდანაც, ესე იგი რომ შენ სწორად არ გამოხატავ, ესე იგი ღმერთის სახელი ნებისმიერად არ შეიძლება თქვა სადღაც და შენ რო გონია რომ დესაკრალიზებას. დესაკრალიზება ხო. გამოუთქმელია ღმერთის სახელი ხო და მაგრამ დადგება დრო როცა ჩვენ ყველანი ერთმანეთს ძალიან გაუგებთ და უკვე ასოების და ბგერების მნიშვნელობად რო კარგად გვეცოდინება რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია მე სწორად გამოვხატოთ ღმერთის. ანუ შეიძლება თქვა, მაგრამ განცდაში არ შემოდის და შესაბამისად დესაკრალიზებას უკეთებს. ეხლა ქრისტიანულად ეხლა კი არ არის ეს აკრძალული მახაცასია ღმერთის სახელი ყველგან და ღმერთის დაფიცებები და ეს რაღაცები არც არ არის მიღებული და არც არის სწორი ეხლა ხშირი ღმერთის ხსენება და უღადგილო ადგილას და იქ უფრო გაცარდეთ. ხო და ამასაც ბგერებსაც იგივე შეეხება რა თქმა უნდა. ბატონო ოთარ უღრესი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო და მადლობა თქვენს მეგობრებო, ჩვენთან ერთად რო უყურეთ ამ ეპიზოდს, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გავაწერა და აბა მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.